რატო, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო პოდკასტი და ეპიზოდი, რომელიც შეეხება დანამატებს. ეს არის უშველებელი თემა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 1 საათი ჩვენ არ გვეყოფა, მაგრამ ეფექტურად რომ გამოვიყენო, მე ეგრევე კითხვით დაგბომბავ თუ შეიძლება. მოკლედ, აი ამ დანამატების სამყაროში, რომელმაც არის, არ ვიცი, ეკონომიკაში, მე მგონი ბაზარზე საკმაოდ დიდი წილი აიღო უკვე. იქ უკვე რა არის რაღაცა სტატისტიკები დადებული, რომ ძალიან ბევრ ცნობილ ბიზნეს გადაუსწრო თანხებში. აი ამდენ დანამატებში შენ რეალურად რამდენ პროცენტს იყენებ ხოლმე, როდესაც ათლეტს ამზადებ შეჯიბრისთვის, თუნდაც შენ როცა ამზადები. სადაც ეხლა არის მე მგონი რაღაცა ბოლოს რო შევჩავდი, სადღაც 90-დან 100,000 სახეობამდე არის დანამატები, თავის ვიტამინი, მინერალები, აი სპორტული დანამატები და ასე შემდეგ. ჩვენ აქტიურ სპორტში თვითონ ბოდიბილდინგს რაც შეეხება, უმეტესი ძირითადი მაინც აქცენტი საკვებზე გვაქვს. დანამატი იმიტომაც ქვია, რომ უნდა დავამატოთ. ხო რაღაცას თუ ვერ ვიღებთ რა. უმეტესი წილი მაინც არის ვიტამინი, მინერალების და ფერმენტებზე, იმიტომ რომ დიდი რაოდენობა საკვების მიღებისთვის გჭირდება გადამუშავება. ეს მაღალი ცილის რაოდენობა ხანდახან შებერგლობას იწვევს და ფერმენტიზაცია გჭირდება. ხო, რაც შეეხება თვითონ დანამატებს, მე სიმართლე გითხრა, ვისაც ვამზადებ, ან მე თვითონაც რასაც ვიყენებ, ეს არის კლასიკა კრეატინი მონოჰიდრატი, რომელსაც ვერ შევცვლით. და თუ ცილას ვერ ვავსებთ და პროტეინი აქტიურია, იზოლატი, სწრაფი ცილა გჭირდება ხოლმე თქვა ვარჯიშის შემდეგ. თან იმიტომ გვიყვარს ხოლმე დიეტაზე, რომ ტკბილს რო ვერ ვჭამთ, ხანდახან რაღაცებს ვაცხობთ, რაღაც თავს ვიტყვევთ ხოლმე და მაგით გავდივართ ესე ვთქვათ ფონს. და ამინომჟავები, ეხლა არის ზოგი ამბობს BCA-ს, მაგათ ეს იზოლეიცინი, ლეიცინი, ვალინი, სამი რაც არის შეუძლებელი, მაგრამ ეხლა აქტიური არის, რატომღაც მე ჩემ მწვრთნელთან რო გავიარე კონსულტაცია, მე არ მყავს ქართველი მწვრთნელი და სულ მეუბნება EA და ვარჯიშის დროს ეს არის fast carbs. EA მოდი ვთქვათ, რომ ეს არის essential amino ხო, ეს ცხავი ამინომჟავა რა. იმ სამს მაინც რაღაცა თითქოს გადაუსწრო BCA-ს რო EA იყოს. აი მასთი რო ვთქვათ, ეს გაქვს ვარჯიშის დროს გაქვს fast carbs, კრეატინი და EA. ვარჯიშის პროტეინი. ამ ბოლო დროს ხო რაღაცა BCA წავიდა ცოტა უკან და წამოვიდა ეს free amino acid-ები და essential amino acid-ები. წინ და ზუსტად მაქედანვე რომ მივადგეთ აი ამ თემას, რომ არის რაღაცა გატრენდებული დანამატები, რომელიც რეალურად უფრო მეტი შეფუთვა არის, ვიდრე რეალურად საქმეს აკეთებს. შენს პრაქტიკაში თუ ყოფილა ეს თუ თავად გამოგიცდია, რომ ისეთი ეფექტი არ ქონია და დავშე ჩაგინაცვლებია იმ რაღაცა დავშე არა ისეთი ტრენდული პოპულარული და ამას უფრო მეტი ეფექტი მოუწია შენთვის. უმეტესად ეხლა რატომაც უფრო მესმის ხოლმე ეს ენერგეტიკები, თერმოგენიკები, ცხიმისწველები, აი რა ვიცი, ჩემთვის. ხო, აი ეს ცხიმისწველები. სრული მარაზმია. ჯერ არ მივესალმები რატო, იმიტომ რომ ეს ძალიან გულის აჩქარებები, მერე უძილობა, მერე თუ კარგად არ გზინოს, შენ ეხლა საუბრობ ენერგეტიკებზე, ხო? აი ეს არის რომ სულ ეს მესმის, აი კარი ენერგეტიკი დავლიო, რაღაც მხოდავს, ვარჯიშს. Pre-workout. ხო, pre-workout. არის თერმოგენიკის ცხიმისწველების კიდე. აი არასდროს არ ვიყენებ, არც არანაირი ენერგეტიკს. ერთადერთი თუ ენერგეტიკაც შეიძლება ჩაითვალოს, არგინინს ვაv, რომ სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. ვარჯიშის წინ, კარგი ვარჯიში რა არის ის საწინდარი, რომ კარგი პამპი კონდეს, რომ სისხლის შევსება მოხდეს და. არგინინი ცილაა, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ამინომჟავაა, რომელიც გჭირდება. ანუ აი ძალიან ხშირად მესმის და მე რა შვებიან ხოლმე ჟარგონ ენაზე რო თქვათ, რომ გაუტრუხდათ ეს ენერგეტიკი 1 კოზი, 2 კოზი, 3 კოზი და ხო. ანუ აქ ხე ჩვენ განმარტოთ მაყურებლისთვის, რომ ენერგეტიკი ნიშნავს კოფეინის რაღაცა არანორმალურ დოზას, ხო, რომელიც შესაბამისად სხვა საიდ ეფექტები როგორ არის ქართულად. ხო, გვერდით ჩვენებებს აძლევს თვითონ მით უმეტეს ახლა ერთი სკუპი თუ გავუტრუხდა და ორს ვიღაცა იყრის. ხო, თან ის დოზა რამდენი შედის ახლა რა. ჩემი შვილია ხოლმე ძალიან აქტიურად ამ რაღაცებს მოწონს ხოლმე და რომ ხან ჩუქნიან ან გვიგზავნიან ხოლმე დანამატებს. ეგრე გადაურჩევ ხოლმე რომ ხედავ 300-600 კოფეინი მე ცოტას დავლებ რა. არ გვიგვი. ჩამხელაშვილდა და 17 წლის. 17 წლის. აი თემა არის 17 წლის ბავშვი რა დანამატებს აძლევს. ერთადერთი რაც მაქვს კლასიკა ეგ არის კრეატინი აქვს. 3 გრამი ვარჯიშის და 3 გრამი ვარჯიშის შემდეგ ისეც ხშირად არა, რაღაცა თვეები დასვენებას ვაძლევ ხოლმე და მინდა რომ ფსიქოლოგიურ მომენტზეც არ იყოს, აი მაინცო დაანებე, ეს შეგვიძლია. აქვს არგინინი და პროტეინი, всё. მულტივიტამინი, მინერალები გჭირდება რა. მინერალები. 17 წლის ბავშვსაც? ეხლა რატო? ეხლა მოდი დავსო რატო? ხო. ხილი მიიღოს, ხო? ალბათ იტყვი. ხო. აი არა, ზოგადად მთლიანად საკვებიდან სხვადასხვა საკვებიდან. კი. თუ არ უყვარს. რატო ამბობ? არა, პირიქით უყვარს. რა რასაც ეგ ჭამს გადაგჭამა, სახში.
ხო და ცოტა რთულად არის ხოლმე ეგ საკითხი. ხო. რატო ვამაყობთ ხოლმე მულტივიტამინი მინერალებს რატომ უფრო მასტია რა რომ დღესდღეობით ესაც ჩვენ ვიკვებებით. აჰა. იმ ქათამი ჩვენზე ნაკაჩავები რო არის. არის შეგნით. ხო, აი შიგნით რა არის ხა. ჩემთან ჩემი ენდოკრინოლოგი არის ნინო ლომთაძე და ის ამბობს რომ ან კვლევების თანახმად რომ აი ადრევე ჩვენი ბებიები და ბაბუების დროს ფორთოხალი რო იყო და შიგნით რაც C ვიტამინიც იყო, დღეს რო იგივე გრამებში C ვიტამინი მივიღოთ, 8 ფორთოხალი უნდა ვჭამოთ. კი, ცალსახად. სად გაიქს? ეს ხო, ნუ ძალიან ხშირი მომენტი არის, რომ მიწა თვითონ ეს ნიადაგი გამოიფიტა და შესაბამისად იმას ვეღარ გაძლევს, რასაც ადრე გვაძლევდა. და ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაცა ის კარგი ხარ. პლუს ამას ემატება ეს რაღაცა უშველებელი პესტიციდები იქნება, რაღაცა უამრავი რაღაც დანამატები, რომლითაც მოყავთ აი ამ ჭარბი რაოდენობის საკვები. მაგაში აბსოლუტურად გეთახმები კი. აი რაღაც ვფიქრობ ხა. თან გატაცებული ამ ბოდიბილდინგით გაჩაობს რაღაცები. არ მინდა რომ ზედმეტად რაღაცებზე იფიქროს, თუმცა მეკითხება სხვადასხვა რაღაც თემებზეც 20 უხსნი. ეს არის მასტი. შეიძლება რო გითხრა რომ ეს კომბოს თლიან დღებულობს მეთქი მოგატყუებ, მაგრამ ხანდახან გვაქვს აი თქვა თუ ერთი თვე პროტეინი და კრეატინი აქვს, მეორე თუ შეიძლება არგინინი ქონდეს და ვსო რომ აი რაღაცას როსავს გონია რომ ეს სტიმულირება. მაგრამ მარტო შედეგი აქვს და ფსიქოლოგიათაც კარგად არის რა ასე რომ თქვა. იცი რა არის, მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად არის ხაზი, აი მან მას შორის რა, რომ ფსიქოლოგიურად ზუსტად გონია რომ დანამატები შვება ყველაფერს, თუ რეალურად აი იმ საკვებიდან იღებს და მე მგონი რომ პირველი უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა საკვები კულტურა, კვებითი ჩვევები და შემდეგ უკვე უნდა გადავიდეს დანამატებზე, მაგრამ მოდი მიუბრუნდები რა აი ამ pre-workout-ებს და ცხიმის მწველებს განსაკუთრებით. აი ცხიმის მწველებს რა არის, აი რატო არ მიესალმები? მაგრამ ძალიან ხშირი არის ეს L-კარნიტინი. არა, L-კარნიტინს კი, L-კარნიტინი მე უფრო L-კარნიტინს მაგალითად სხვა დანიშნულებით უყურებ ვიდრე ცხიმის მწველი. ხო, ამიმჟავე, ეგეც ანტიკატაბოლისტი, რატომაც არა, დინის ფუნქციონირების იდეალური, სახსრების იდეალური. მე ძალიან აქტიურად ვიყენებ. მაგრამ ცხიმის წვისთვის იყენებ? არა, ეს ცხიმის არა, უფრო ენერგიისთვის, ფოკუსირებისთვის. კი ბატონო. და აი ეს რომლებიც არის მაგალითად Black Mamba ალბათ გაგიგია, ჰიდროქსიკატი, რა ვიცი, გულს ძალიან აჩქარებს. კი გაძლევს ენერგიას ეხა, მაგრამ ორმაგად გართმევს. აი დილით მიცდია კოფეინის დიდი დოზა გამილებია კარდიომდე, სახში მოხს ველოტრენაჟორი და მოსავემზადები ყოველ დილით რის ნახევარზე დგები, ნახევარს. ვეღარ დგები კარდიოში, შენ გამასრულსო. აი მომცა ენერგია. ვეღარ ენერგია აღარ მაქვს. მე რა ხდება რომ ვერ აკონტროლებს ხალხი როდის უნდა დალიონ. და თან თუ დააკვირდები ენერგეტიკს, მე ამატებენ ამ თერმოგენიკს. ორი ენერგეტიკია, შიგნით იქ არის. შეიძლება ბეტალანინი იყოს. მოდი ახსნა თერმოგენიკი რა არის? ხო, ტემპერატურას უნდა წევს სხეულში, სტიმულირებას აძლევს შენ სხეულს და უფრო მეტი ოფლი გამოდის, უფრო ცხელა რაღაცა აქტიური ხარ, მეტი ენერგია გაქვს, დიდი ხანი კარდიოზე შეგიძლია. ენერგეტიკის რა შევა? თითქმის იგივე შემადგენლობა, იქაც კოფეინი ხო. და მე მთელი ღამე არის შუშის თვალებით. დილით ვეღარ დგებიან, იმიტომ მთელი ღამე არ ეძინია და უძილობა რა შევა? რიგი პრობლემები ხო? ის რაც ავაშენეთ, ვანგრევთ უძილობის დროს. და ჩემი მეგობარი იყო, მისოთ მაგას მეუბნებოდა, რომ ჩემდაც დაუნიშნეს ეს Black Mamba და აი ვეღარ ითიშებაო ხამე და საშინელება. აი ესე ტრენერი. ერთი აბი არა, მოდი 4 დავლიოთ რა. აი მე ღმერთო მიჟველე. კატასტროფა ხდება, აი კატასტროფა ხდება ამ სფეროში. აი ამ ხრივებსაც ეხლა თქვენ ამბობთ. კი. აი ეგ მაგას ალბათ მივადგებით, იმიტომ რომ არა მარტო ტრენერები, ინფლუენსერები ჩვენთან ბაზარი არ არის უბრალოდ იმდენად დიდი, რომ ინფლუენსერები ესე იყვნენ ჩართულები აი ამ დანამატების გარეკლამებაში, მაგრამ ყველა ვინც მოვარჯიში არის, მაინც ძირითადად უცხოელებსაც უყურებენ. ნუ სადაც აი ვერ გაიგებ ისე არეკლამებენ ამ მას რა დანამატებს. ანუ აი მართლა ძალიან ისეთი მომენტი არის და ძალიან უშველებელი პასუხისმგებლობა არის, მე მგონი მწვრთნელის, რომ ჯერ მართლა რაღაც აქცენტი გააკეთოს ჯერ საკვებზე, ჯერ ადამიანის კვებითი ჩვევები იცოდეს ელემენტარული. თუ მithumetes პერსონალური მწვრთნელია, ნუ აი რამხელა მნიშვნელობა აქვს, ხო, რომ ჯერ ხო ვერ ურჩევ ადამიანს რა ჭამოს, სანამ არ იცი რა ჭამს. ან mithumetes დანამატს. აი ძალიან ვერიდები ხოლმე მე დისტანციურად თუ მოუწერიათ აი ეს დანამატი მიიღო დანამატზე არასდროს არ ვაკეთებ რჩევას იმიტომ რომ არ ვიცი ეს ადამიანი ყოველდღიურად რა სჭამს ძალიან რთულია აუ ძალიან გამიგრძელდა მაგრამ იმაზე pre-workout-ზე უნდა მოგიყო ერთი ისტორია ჩემი ძმა ინგლისში ცხოვრობს და პერიოდულად ჩამოცხობე და მაშინ წრეში ვარჯიშობდი და დამადგა რა ერთად ვივარჯიშოთ და და მაშინ რეცეპციაში ჩემი მეზობელი მუშაობდა ჩვენი მეზობელი უბრალოდ და დუდა რო დაინახაო რა დუდა მოხვედი რაღაცა დუდა თქვა რა ძალიან იმაზე ვარო პახმელიაზე ვარ და ძალიან ენერგიოთ ვარ და
pre-workout მოგწევდა. პატივისცემის ამბავში 2 კოვსი ჩავყარა. ანუ ეხლა რაღაცა ჯიგრულ პონჩი რო იმას არ დაენანა რა 2 ჩავ. ესე იგი იდეაში ხო pre-workout-ს მე ხო ცოტა ხანი დრო უნდა გავიდეს რომ რაღაცა იმოქმედოს და მე დაიწყო ვარჯიში. ამან ეგრევე ვარჯიში დაიწყო. და ვარჯიშს რომ მორჩა გაზახდელში, დუშებში ისე ცუდად გახდა. აი მართლა კინაღამ სასწრაფოს გამოძახმა დაგჭირდა. ყველაზე მეტი კიდე რა ემატებ იცი მაგას? თუ საუნავთ დარბაზში. ხო, და აი ეს თერმოგენიკი ტიპები, ჩემთან ჩვენ ქონდა დარბაზში. რამხელა დეჰიდრატაცია. 2 გოგო გაგვეთიშე წაიქცა. ერთმა წარბი გაიტეხა. დედა. საშინელებები და ამ თერმოგენიკები და ამ ენერგეტიკები სასწრაფოს რომ მოდით უკვე იცოდე მისამართი. აქ მოდი ვართ ხო ცუდად არის და მეთქი всё რა. დაანებით არ გაყიდეთ არავიზე. გონიათ რომ ეს გუშინ ქორწილში ვიყავი შევჭამ და ეხა ორმაგდოზას მიიღებ და გონიო დღეს დაწოვს ამ რაღაც. უპასუხისმგებლო გამოყენება. პრეზიდენტიაში ხო და მოყვები ერთ ენერგეტიკს ერთ ამბოს ეგეთი ეხა არ ვიტყვი სახელდაგვარს. დღესდღეობით მთავრობაში არის ადამიანი, ჩვენი მეგობარი არის. ხო და ეს ვარჯიშობდა ჩვენთან და ჩემო მეგობარმა CO4 არის ენერგეტიკი 3 სკუპი ჩაუყარა. და მიდედა შეხვედრაზე თან კალათბურთის თამაში ხო ჩვენი ნაკრები თამაშობდა ეს წარდგენილი იყო. კადრი არის საროჭკე სუსველი დგას აი ეს სუ აი გალუნგეგოლბე და აი რამ ჯამჭირდა ვიცი რომ სუ მინდოდაო მოძრაობა ცუდად ვიყავ rave party-ზე უნდა და საშინელება იყო და მე ჩვენ თვითონ ვიღადავთ მაგრამ ნუ და მოდით მივცეთ რჩევა თუნდაც დამწყებ მწვრთნელებს ხო აი როგორი სიფრთხილით როგორ შეარჩინო ჩიონ დანამატები გამიჯნოთ ინსტრუქტორი და მწვრთნელი ხო ინსტრუქტორის მოვალეობა დარბაზში ინსტრუქტორი ჩაუტაროს სატრენაჟერო დანადგარების ხო ყოველ მწვრთნელი რომელიც პერსონალური მწვრთნელი ის უკვე პასუხისმგებელია მის კვებაზე რეჟიმზე ძილზე ვარჯიშის აქტიურობაზე მე უნდა ვიცოდე ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია რა ინფორმაცია სავალდებულო კითხვები ხო არსებობს რომელზე იღვიძებ როგორი რეჟიმი გაქვს ცხოვრების ფეხი დადიხარ ზიხარ დგახარ მუშაობ დარბი ხარ რაღაცებს ზიდავ რამდენჯერ შეგიძლია საკვების მიღება. ჩემამდე რომ მოდიხარ დარბაზში და დღეს რო ფეხების დღე გვაქვს და შუშის თვალებით რო ხარ მოსული და მე რო შენ ლანჯებს გაკეთებ და გავარბენ ხომ მომიკვდები. კითხვა ხო უნდა დავსწავლო დღეს რამდენჯერ მივირთი საკვები. აი თუ ვერ მივირთი საკვები რა უნდა გავაკეთო, როგორი რეჟიმი შევთავაზო, სად ჩავსა საკვები დანამატი, თუნდაც ის რომ შეიძლება ერთი პორცია რაღაცა პროტეინი მიიღოს და ბანანი მიირთვას. და ვარჯიშამდე ცარიელი კუჭით არ მოვიდეს. ხო და არათერმოგენიკი და ენერგეტიკი დალიოს. რაღაცა ბაზა ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ უნდა მქონდეს რომ რა უყვარს რა არ უყვარს და მე მოდის ეს რაღაცეები რომ ის დანამატები გვინდა წვიმისწველი კვება ვისწავლოთ მე ყოველთვის რჩევას ვაძლევ ხოლმე რომ ვეკითხავი დღეში დავიცი ერთხელ ჭამ დარღვევაც უფრო მეტჯერ უწევთ პირში რას გაიქანებენ რო არიცენ იმიტომ რომ როდის მიიღო არ იცი საკვები მეორე მოდი ყოველ 3 საათში რა რის მიღება შეგიძლია ჩამოუწერ მაგათ რა არის ნახშირწყალი ცილა-ცხიმი დღესდღეობით მე მგონი არ მეგულება ადამიანი რომელიც ვეღარ ერკვევა ცილა-ცხიმი ნახშირწყალში და შენ ხშირად თუ არ ყოველ 3 საათში მიიღე აი 2-3 კვირის განმავლობაში მე თქვი ტატო სო აი მივეჩვიე რა რაღაც ცოტა წიწიბურას ჭამ კაცამთან და ცოტა ბრინჯს ჭამ თევსთან და რაღაცა რეჟიმი მაქვს ანუ გაიგო ამ ადამიანს ყოველ 3 საათში რაღაცა რეჟიმი გააკეთა ხო ანუ მიაღწია რა შედეგს ეს უკვე პროგრესი არის და არა ის რომ მოდი ხა მე და შენ გავარჩა. კითხები ხო უნდა დავსვათ ამ ადამიანს. აუცილებლად. დღესდღეობით დარბაზში მიდიხარ, გამარჯვება, ნინო შეგიძლია ფეხით ვარჯიშს ამის და თავს ჩაყობ და სად იქნება ერთი ფეხი მოკლე მაქვს. თიაქარი მაქვს, მოღუნული ვარ, ხო? მეც აი ონლაინ, ხო არის ეს. ონლაინ წერენ ხოლმე რომ აუ შეგიძლია პროგრამა დამიწერო რაღაცა. მეთქი მე ესე ვიცი, ჩემი რჩევები ყოველთვის ურჩევ ხოლმე აკადემიაში ურჩევ თუ როგორ შეგიძლია დავწეროთ პროგრამა. პირველი დარბაზში გადაუღოს ინვენტარს რა ინვენტარი არსებობს. ყველა ინვენტარი დანომრილია. რომ ვიცოდე რა ინვენტარი არსებობს და თავისუფალი წონებით არ დავიწყო ეგრე. შემდეგ ვარჯიშებს ასაც მე უწერ, გადაიღოს ვიდეო და მანახოს როგორი ტექნიკით აკეთებს. რომ მე დარწმუნებული ვიყო რომ თავს არ იკლავს. ხო? აქედან გამომდინარე უკვე რაღაცა ბაზა მექნო ხელი გავასწორი და ყი ბოლომდე არ გაშალო ხო? რაღაცა ინფორმაციას ვაძლევ. ფოტოს ვაგდებინებ. როგორია ტანზე ვიწრო მხრებით რო არის და ტრაპეციას რო უწევ და ნაძვისხის ფორმა რო ბოლოში არ უნდა დავწერო ხო? ხო უნდა ნახო ვიზუალად. ზოგს უტყდება ამის გამოგზავნა. აუ არა რა მე გამოგიზავნი ფოტოს და ეხა არ ვარ ხოძზე. ხო? ნუ შენთვის ვაკეთებ ამას. ჩემთვის იცი როგორი ადვილია
15 წუთში დაგიწერ პროგრამას. და როდესაც აი ესე მივდივარ ინდივიდუალურად ვანახებ დარბაზი, ტრენაჟერები, ვარჯიშები, ეს უკვე კომფორტული და მეც წყნარად ვარ. ჩემმა დაწერილმა პროგრამამ მიმუშავა იდეალურად, ვიცი რას აკეთებს, თავს არ იკლავს და როგორი ტექნიკით ასრულებს. ვფიქრობ, აი ეს ძალიან სავალდებულო კითხვები. და მე მიდიხარ უკვე აი რაღაც დანამატებზე იქნება თუ რაღაც. კვებას შეავსე, ხო, მოდი ეხა თუ რაღაცა გარემოების და გამო, შენი სამსახურებული რეჟიმის გამო ვერ ვასწრებ კვებას, მოდი აქ შეგვიძლია რა თქვა პროტეინით შევავსეთ, ხო? და ასევე არის ძალიან საინტერესო ჭარბწონიანი ადამიანთან რა. ჭარბწონიანი მოვიდა წონის დაკლება, მიდი ბილიგზე ირბინე და მოვალ. სად ირბინე? აი წინა ემაზე ვთქვი პოდკასტზე რომ აი ეგახურება უნდა აიგრძალოს. ხო, აი სად ირბინე? ეს კითხვა შეიძლება ვთქვა რომ ეს ჭარბიწონა თანდაყოლილია თუ შეძენილი? ხო. რა ვიცი, სამსახურიდან წამოხვედი, ქმარს გაშორდი, ცოლს გაშორდი და ბახ 30 კილო მოვიმართ. სად მარბენებ ამ 30 კილოთი? ხო. დამჯდარი ველოსიპედის საზურგე შეგიძლია გადაატრიალა, ხო? თუ ბავშვობიდან აქვს ეს ჭარბიწონა, ადაპტირებულია მისი სხეული, წესები, მუხლები, ხო გინახია ჭარბწონა და აკატი ესე ეგო არა, ავი ყველაფერს აკეთებ. ზოგი ვერძის, ისეთი პრობლემა. ამის და მიხედვით შემიძლია ამ ადამიანს დატვირთვა და უკავუკეთო. მართალი. ირიბინე, იარე, თუ დაჯექი და ველოსიპედი ატრიალე რა. მართალი. ანუ ელემენტარული ხო აი თუნდაც მე ისე მას უბრუნები ხოლმე რა თოჯინები თინასავით. ან ძალიან კითხვებში აუცილებლად თან უნდა შედიოდეს რაზე რა არის სენსიტიური. თუ ადამიანი ხა კოფეინ სენსიტიურია იმას წინასწარვე უნდა გააფრთხილო რომ არასდროს არ უნდა მიეკაროს ზუსტად აი ესეთ pre-workout-ებს და ნებისმიერ დანამატს მეც ანუ ჩემი მეუღლე ძილის წინ ორჭიქას ყავს და მე გაგუდულს ძინავს. ვაი არ არსებობს. მე ანუ დილასაც უკვე ისეთი კოფეინჭმური გავხსნი მაგას ვხანდავ აი როგორც კი დავლები ვიგრე არ და ვგიჟდები სუნზე ყავისუნი მომწონს ცივი ყავა ნაყინთონზე მაგრამ რა ვქნა კოფეინ სენსიტიურია ვიღაცამ რომ დამინიშნოს და მომწეს რა ეხა შენ ენერგია არ გაქვს და წადი აი ეს ჩაიყარეო გამასვენებენ იქიდან ზუსტად სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებ უცბად მინდა შეგახსენო თუ არხი გამოწერილი არ გაქვს გამოიწერე ჩვენი არხი და დაალაიქე ვიდეო აუ ტატო მოდი ესეც უთხრათ რა როგორ განასხვავონ ხარისხიანი დანამატები ნუ ერთი რო ფასით მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცა ბრენდი გამოვიდეს და აი ძალიან მაგარი მარკეტინგი დადოს ძალიან მაგარი შეფუთვა დადოს შესაბამისად მარკეტინგის ხარჯზე ფასი საკაიფო დაადოს და რეალურად ის შემადგენლობა არ იყოს რა აი რა არის შენთვის აი ეს red flag-ები, რასაც უყურებ ხოლმე დანამატებში? არაზოს ამჯერ ეგეთი ადამიანების. აი რომ ძალიან მაგრად ვარ ეკლამენ. ეხა ერთ მაგრადს მოგიხები. ალექსანდრე ძაძარი ალბათ გეცოდინება, თუ ის ანდროლოგოლოგი რუსია, რომელსაც პოდკასტები ძალიან სერიოზული. ხო. ძალიან დიდი იმითი გეცოდინება აუცილებლად YouTube-ზეც არის ძალიან აქტიურად და პროფესიონალ ბოდიბილდერიც ხო ხალხსაც ამზადებს და ძალიან ამბავი და ძალიან ისეთი სახელით მოშება რა პოპულარულია ძალიან და იმ დღეს უსმენდი რაღაც პოდკასტს რომ აი ძაძარიას დანამატები გამოუშვა რა ეხლა მეთქი აუ ძაძარიას დანამატები მინდა მეთქი ტიპი ესე დონეზე მწოდნე ყველაფერი იცის მიკრო რა ამდენი გრამაჟი რა როგორ და ომეგა 3 გამოუშვა რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის რაღაცა ოკეანის იმის ამის თევზის ხო და ტიპმა აიღო ანალიზები და ყველაზე დაბალ ხარისხიანი ომეგა 3 და შიგნით უჩვლა იმან უჩვლათან ძაძარია და მოიგო სასამართლო ამ ადამიანს რომ არ არის ხარისხი. ეხა აქ მივდივარ რა, ვიღაც ახალი გამოჩნდა, რომელსაც ძალიან მაგარი მარკეტინგი აქვს. მე ყოველთვის ვეყრდნობი დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც სტაბილურად არის ბაზარზე. ეს მიჩნევა. ანუ ბრენდი, რომელიც დიდი ხანია ბაზარზე. აი ახალ გამოჩენილ რაღაცებს არ შემილი, ანუ ვერ ვენდობი რა. ან შეიძლება იყოს ესაც არის აპრიორი აფთიაქური და ფიქრობ რომ აფთიაქში უფრო მეტი ალბათ ჩემი აზრით უფრო მეტი სიმკაცრით იღებენ არის თუ არა შემადგენლობა შეიძლება ვცდები არ ვიცი მაგრამ მე მიყვარს უფრო ამერიკული რომელიც არ კონტროლდება ამიტომ ძალიან რთული ხო რა შეიძლება ვიღაცა ჯეი კეტლენმა ეს მასლტეჩი გაარეკლამოს ისე მაგრამ მომწონს ფანი ვარ ამის და სოყიდულობ რა ეგ რონი კოლემანის დანამატები ხო რაღაცები ესეთი კლასიკა მიყვარს ხო ნაუფუდი ძალიან კარგი დიდი ხანია ძალიან ბაზარზეა შემიძლია რომ თქვა აქ რა მაღაზიაში ვყიდულობ მაქვს უბრალოდ თუ კი რატო არა ხო ფიტნეს ფორმულას ძალიან კარგი ძალიან დამეგობრდით ძალიან ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი აქვს და რო შევდივარ ისეთი კარგი ინფორმაციას გაწვდიან ესად რა რომელი რანაირად როგორი შემადგენლობით არასთან აი ძალიან კვალიფიცირებულები არიან და რაც კი მიყიდია ჩემთვის ძალიან კარგია. თან აქ ვთქვათ რომ შენ არანაირი ფინანსური ინტერესი არ არანაირი არ საერთოდ პირიქით ვეძებ სადმე ჯანსაღი. კარგი რომ ვიღაცა რომ შემეკითხებ რატო სად ვიყიდო, აი ეს ნამდვილად კარგი და არ თქვა რომ სად გამიშვეს რაღაცა. რომ გავხსენი არ იხსნებოდა წყალში. ხო, არა, ძალიან მშლოვანი. სხვა შორს ეგრე ერთ ავსტრალიელ ბლოგერს მიყვები, რომელმაც აი ესე ანალიზი აუღო ჟელი ბონებივით როა გამოსული რა, კრეატინები და ისე.
აი საერთოდ 0.002 გრამიც არ არის კრეატინი მაგაში და ნუ რეალურად მე პლაცებოს ეფექტი მუშაობს რა რომ გადაყვები და ვიცი რომ კრეატინია და რაღაცნაირად მაგითი რომ გავიბალკე. ხო, სელტეჩი იყო ძალიან პოპულარული მასელტეჩი, სახა 9 კრეატინი შედის შინ. აი არ შემიძლია ეს რაღაც შენარევები რა. კრეატინ მონოჰიდრატი კლასიკა. 5 გრამი, 5 გრამი. აი ხელში ამოկება რაღაცა გაიჭყიპო 500 გრამი წყალი დალიონი ეყოლო. ხო, ნამდვილად. კლასიკური იზოლეიტი, კაი ხარისხის. თუმცა ეს იზოლეიტების პროტეინებიც ხო მაღალ ხარისხიანი ძვირიანი არის, მაგრამ შესაძლებელია რაღაც ისეთი ფირმა იყოს, რომელიც უფრო ბიუჯეტური იყოს. აუ რაღაც საიტი იყო, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ეხა ესპანეთში ცხოვრობს ნოდარი და ამ საიტზე შედიხარ და იქ არის ძალიან სიმკაცრეო და აი ტოპებში რა პროდუქტები შედის, იყო ესე გრულვანი, Optimum Nutrition ათეულში შედიოდა ოღონ არაპირველში და ეხლა Optimum Nutrition-ის სამი პროდუქტი რო იყიდო, ის დაგჭირდება სესხი რო გამოიტანო. ხო, ან ჯეკლასის ფასი აქვს პირდაპირ და Optimum-სო ფოტოები შეგვიძლია გადაიღო სამარიაში. ხო, რა სამარიაში. ისეთი ფასები, რა ვიცი, ამერიკული პროდუქტები, რომელსაც Optimum Nutrition-ს ძალიან კარგი პროდუქტი, Optimus რა არის, Now Food-ს ძალიან კარგი პროდუქტები აქვს. რულვანი ინგლისურია და ძალიან სიმკაცრით არის, როგორც ვთქვი, და ძალიან კარგი გრამაჟები აქვს თვითონ შეფუთვაში. და ის ბევრ დანამატს არც უყიდულობ. ხო, საერთოდ ისედაც ხო ნათქვამი არის, რომ რაღაც ამერიკაში არ კონტროლდება შემადგენლობა, ერთი კონტროლდება, რომ ადამიანი არ მოკლას, მაგრამ ევროპულ დანამატებს უფრო სიმკაცრე არის მაშინ. ამიტომ მე მაგალითად მე როცა ვყიდულობ, მე უფრო აი ესე ევროპულ ბრენდებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას. ხო. გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში, მაგრამ ეს Now Food-ს იმიტომ ვახსოვს, ძალიან დიდი ხანია რა, მოდი, ძალიან დიდი სპექტრი აქვს. მრავალფეროვანია. და დიდი ხანი არის ბაზართან სტაბილურად ინარჩუნებენ თავის ადგილს რა. ხო. შვენიერი, მოდი ახლა ნელა გადავიდეთ შენი საყვარელი სფეროსკენ, ბოდიბილდინგისკენ და ასეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ ბოდიბილდერები რაღაცნაირად დანამატების უფრო ჯერათ ვიდრე საკვების. და რაღაცნაირად მე თვითონაც მაქვს ეს სტერეოტიპი, რომ იმიტომ რომ ვინც კი მინახია დარბაზებში, ვინც მაგ მიმართულებას მიყვება, ესე დაიყრიან დანამატებს და დღეში აი ამდენ ერთ მუჭა რაღაცას იყრიან. ფიქრობ უფრო მითია. ჩვენ ვართ ის სპორტი, რომელიც ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს ჯანსაღ საკვებში. აი ეს დანამატები იმდენად აი როგორ ვთქვათ, იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ფინანსურად ხარჯავთ საკვებში ძალიან მიზერული. ხო, ეს არის იზოლეიტი პროტეინი. ესე იგი მე მგონი არასწორი არ ვიცი. უფრო მე მგონი სხვა სპორტი ან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელსაც გონი რომ ამდენ რაღაცას რო დაიკუნთება და ჩვენ ხო ვიცით რომ არაფერს არ შეიძლება, ვერ ვიგრძენი პროტეინი, რა უნდა იგრძნოს მე არ ვიცი. მეც მაგზნობინეთ მეთქი მითხარ, რას გრძნობთ ამეთი რომ არგინინი შეიძლება იგრძნო, კარგი ფამფი აქვს რაღაცა ესეთი სისხლის მიმოქცევა. რა ვიცი, ჩვენ მე ვფიქრობ რომ უფრო მითია ვიდრე რეალობა. ამ რაღაცებსაც იყრიან. ეს არის შეიძლება ტაბლეტიზირებული თუ არის, ეს არის უმეტესად D ვიტამინი, ცინკი, მაგნეზიუმი, ხარ რკინა, იმიტომ რომ რკინა ძალიან გასაკონტროლებულია, თან როცა ბოდიბილდინგში ხარ, იქ ცოტა ფარმაკოლოგიის მოხმარება, კაცრი დიეტები არის, რკინის დავარდნა არის, იმიტომ რომ მე პირადი გამოსილებით გეუბნები, ეხლა ალბათ შეიძლება დაეჩემი მედი არ ნახავს ამ ვიდეოს. ორჯერ მოწინააღმდეგე მხარეს გავიღვიძე მანქანით, ჩამეძინა, გავითიშე. მართლა? კი, რკინის და ორი შეჯიბრი გადავაბი, არნო კლასიკი და მსოფლიო და ერთხელ ნუ ვეღარ წავედი რა, ვერ ვატარებ და დაუბრეკი მარკას გეხვეწები წამიყვანეთ. მე მეგონა რომ დაბალი პროცენტი ცხიმის გამო იყო, რაღაცა იქ ჩავიტვირთე junk food-ით, ბევრი ნახშირწყლები, სწრაფი ნახშირწყლები და თურმე ავიღე და კიდე სადღაც გალეული. და ეხლა ძალიან ყურადღებას ვაქცევ ფერმენტის მარკას. აი მაგ დროს რა არის გახსნა, იმიტომ რომ გამოშრობის ეტაპზე დიდი ხანი იყო დიეტა, შეიძლება და ამ ეს ხო სტრესია. დიდი ხანი რამდენია? ეხლა გეტყვი 6 თვე ვემზადებოდი, ოღონ ერთი ტურნირის შემდეგ კიდე გადავაბი. რა ხელშუალედი გქონდა? ესე იგი გეტყვი, დავიწყე ახალ წლებზე მზადება და 6 აგვისტოში იყო ერთი ტურნირი და სექტემბერში მეორე ტურნირი. ოღონ ზედიზედ გადავაბი. ხო, ოღონ ერთი ტურნირის მე არ გიჭამია და მე ხო არა, რასან. და მე ვიყავით. ისეთ ბარსელონაში ვიყავით ტურნირზე, გამოვედი თუ არა, ფოტო ჩავაგდე. ხო და რაღაც ისეთი ფორმა ვერ გამოვიდა და მარიკა მეუბნება რომ ვაგრძელებთ ტურნირსო. ხო
ვარაფერი არ ჭამო, იმიტომ რომ რაღაცები ვერ ვცადე ისე, რომ თქვა, საკვების ჩატვირთვა და მე რომ მთელი წელიო შენო ტვინი უნდა მიბრუღო. და უნდა იწუწუნო რაღაცები და ვაგრძელებ თუ შედეგი უფრო კარგი ქონდეს და აი რომ გადავაბი. ეს ნუ იმან ძალიან ანუ ვერ გავაკონტროლო შეიძლება ანალიზი და რკინაზე ძალიან შეშინებული ვარ ეხლა რა. ფერიტინის მარაგი უნდა იყოს რა და. უნდა იყოს ყოველი. აი გავითიში, აი გათიშვა ხო სხვა არის გეძინება და დაღლილი ხარ. აი რო გამოგხდენ შტეფსელი. კი, შენგან უკონტროლოდ მოხდა ეს ყველაფერი. და თან მე არ მიყვარს წუწუნი, ხა ტრენერს ყველაფერს ესეთ რაღაცებს არ ვეუნები ხოლმე რა. თან ხა უცხოენთან ყველაფერს ესე ქართულს რო ყოველ წუთას მეწერ არ ხდები კითხებს. მე მგონი პირიქით უნდა უთხრა, იმიტომ რომ იცოდი. ხო, შეიძლება, მაგრამ მე ბოლოს სკოლა მივხვდი რომ უცხოდ იყავ, ეგრევე მითხე ჩქარავ რა რკინა. და როგორც კი ავიღეთ, ქვედაზღვარ ძალიან გაცდენილი იყო რა. რა საინტერესო. აი ზუსტად მანდ მიდის ახლა შეიძლება უფრო ცოტა სხვა თემა არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ისედაც ჩვეულებრივ ადამიანს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, როცა ჭარბიწონიდან მიდის აი ესე აი მთელი წელი რო დიეტაზე არიან, მთელი 2 წელი, 3 წელი. ანუ აი რაღაცნაირად ჩვენ ყოველთვის ჩემგან ის გადის ხოლმე, რომ 3 თვეში ერთხელ ამოისუნთქეთ. უეჭველი გჭირდებათ აი ეს კალორიული დეფიციტის ბრეიქები რა. ხა მით უმეტეს შენი ორგანიზმი კიდე ძლიერია, ხო? რამდენი ხანია ვარჯიშობ, რამდენი წლის განმავლობაში კუნთოვან მასაზე მუშაობ და ასე შემდეგ. ასე თქვა, შენი ქსოვილები იმდენად აქტიური არის. ყველგან აქტიური ქსოვილი გაგზავნოს ყოველში, ხო? რაცა შეულებრივი ადამიანისთვის ეს ძალიან რესტარტი ჭირდება რა. კი. და ისეთ ეს გადაბმა რო იყო და რესტარტი რო ვერ მოვასწარი. ალბათ ამან გამოვიწვია. პოდკასტის წარმდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებზეც. შენ ალბათ შენ დარბაზში ემზადები ხოლმე, ხო? ტატონა ვთქვათ, რომ აუცილებლად. ტატოს აქვს თავისი დარბაზი, რომელსაც ცოტა ისეთი ისტორია ჰქონდა. თავიდან ისეთი ტრაგიკული, მაგრამ დამთავრდა happy end-ით. შენ ხარ მატა ფიტნესის დამფუძნებელი, რომელიც თავიდან დაიწვა ძალიან შემთხვევით. ხო, ელოდებოდით საერთოდ წარმოუდგენელი ის იყო, ისე გაჩნდა ეს ხანძარი, რომ ახსნამდე 4 დღით ადრე. რამხელა წვალება არის და რამხელა ეს არის არ წარმოვიდგენია რა და რამხელა ნუ აი არ ვიცი თქვენ როგორ გეძინათ ღამე ძალიან მიგურს აი მაშინ რომ გავიგეთ ეს რომ დატრიალდა ეს ვიდეოები და რაღაცები არ ვიცი ძალიან გულშემატკივრობდით და ძალიან მიხარია რომ ეხა გაიხსნა წარმატებით მადლობა მინდა შენც გადაგიხადო იმიტომ რომ დღესდღეობით ეს შეიძლება არ იცნობდი ადამიანს ამხელა мотиваციის ტექსტი მოგწერე მე და მარიკამაც აღვნიშნეთ ხო და ძალიან გვესიამნა ძალიან ბევრი ადამიანის გვერდში დგომა ნახეთ აი ერთი კვირა ტიროდით რა ეს ვიცავ რა ბოლოს ვთხარ რომ აი ამ ხალხს ვერ გაუცრუებ იმედებს და უნდა გავაკეთოთ მეთქი ეს ყველაფერი და ერთი კვირა დამჭირდა რომ მეთქი всё რაღაც უნდა დავიწყო და ესე ჩავიცი წავედი და აი ამ ფერფლებს და რაღაცებს იმუშავე და ნენა რაღაცა ხალხის დახმარებით რაღაც ბიუჯეტი შეიკრა მე პატრონებმაც ძალიან გვერდში დავგიდგა თვითონაც და რემონტი თვითონ გააკეთა ჩვენ ინვენტარი შევიძინეთ და როცა რაღაც დრო დაჭირდა და უკვე გავიხსენით ხო და ის ხარ შეის ჩვენ გვინდა შენთან მოსვლა მაშინ ნივიკოს ივენტზე ვიყავით და მან რაღაც მეგობრებთან ერთად იყავი მე ცეკვა დაიწყე თავის ამბავში და ვერ მივატკო ხო და რა ეს რაღაცა მოსულიყავით არ მქონდა საშუალება ვერ მოგეს და ეხა მინდოდა რომ პირადად შენთვის მე ძალიან დიდი ბოდიში მაშინ რომ ვერ ძმოსკენ ცეკვა მე არ მახსოვს არაფერი ეს დროს ზოგი ადამიანი შეიძლება არც მოგწეროს ხდები არც ჩათვალოს ან რაღაცა პროსტა ერთი სიტყვით მოგწერა რაღაცა ტექსტი რაღაცა გულთან ახლოს მიერ ძალიან დასაფასებელია რამდენი რაც გაიხსნა ახლა 2 კვირა უკვე რა 2 კვირა უკვე გაიხსნა და რეჟიმში გავიხსენით რაღაცები ძალიან მოწონს ხალხს და მე უკვე რაღაც ოფიციალურ გახსნას დავანონსებთ რომ აუცილებლად დაგპატიჟებთ და თუ აკვიქენი აუცილებლად მოვაპოლოვარიანჭი ხო აი ასე რომ გლდანში თუ ხართ გლდანში და არა მარტო გლდანში დიღმიდანაც შეგიძლიათ გლდანში გაისეირნოთ მე მგონი ან ახლო უბნებიდან მატა ფიტნესი აუცილებლად უნდა მიხვედეთ იმიტომ რომ ძალიან კაი ადამიანების გახსნილია ეს და თან ისეთი ისტორია აქვს რა რაღაც მგონია რომ ისტორია დაწერა ამ დარბაზმა რაღაცნაირად საერთოდ ნოლიდან ფაქტიურად აღსგა თან ისეთ დროს აი 4 დღე როა დარჩენილი გახსაზებს წარმოიდი რა მე უკვე ისეთი ის ქონდა რომ ეს ამბავი რომ მოხდა ძალიან ბევრი ხალხი გხსნობდა და ხანდახან იმის გზნობას ქნა სადღაცა დავიჯდებოდით რაღაც ყავა დაგვილა მეთქი
რაღაც ხალხი არ იფიქროს, რომ ეხა ეს ნახე ზის, ყავასოს და აი რო არ გადაგდის. რა მხოლოდ ნახია ხო? ხო, ცოტა ეს აუ ძალიან რთული. კომპლექსები ჰქონდა. არა, ეგ ადამიანური მომენტია და თქვენს გჭირდებათ განიავება და ბავშვ ყოველს ვინც განსაკუთრებით აი ამ ხოლმე ნერვულობა გადაიტანა ხო არ გადავა, ნუ გახსნის ის იმხელა საორგანიზაციო რაღაცებია გასაკეთებელი, ალბათ იმას ვისაც რაღაცა შეუქმნია ცხოვრებაში აუცილებლად მიხვდება, თუნდაც იმ ელემენტარული თქვენ რამხელა შრომა გაწიეთ მაშინ რა. მოკლედ, ძალიან კაია რომ ამას ამ ყველაფერს happy end-ი ქონდა და დაუბრუნდეთ ჩვენს თემას და ჩემი მომდევნო კითხვა იქნება აი არიან ადამიანები, ვისაც შენ ამზადებ ათლეტებს, ხო? შენთან მოდიან bodybuilding-ი, ანუ ადამიანს, რომელსაც უნდა bodybuilding-ი და შენ სრულიად ამზადებ. ყოლია ისეთი, ვინც აი საერთოდ ნოლიდან ანუ დაგიწყია მუშაობა მასთან და დაგიყენებია ტურნირზე და ნუ რა თქმა უნდა ალბათ იქნებოდნენ ისეთი, ვინც უკვე ნავარჯიშები არის. და როგორ ასევე უსპად ჩავახსო, როგორ უმკლავდები ზუსტად აი ესე როგორ ემუშავები ადამიანს, რომელსაც აი მოკლე გზები უნდა რა, უნდა რომ ხვალ გახდეს ჩემპიონი. ნუ მაგაში ცოტათი მკაცრი ვარ, რეალისტი ვარ და არასდროს არარეალისტურ რაღაცებს არ უსახავ. იმენობ რომ ჩვენი მიზანი არის აი ეს. მაგრამ ტოპ 10. ანუ მე შენ ეხლა რომ რაღაც მიზანი დაგისახო რომ გითხრა რომ იცი რა ეხლა შენ ხვალე ჩემპიონს გახდი სამთეში. ჯერ უპატივცემულობა იქნება იმ ადამიანის მიმართ, ვინც სცენაზე გამოდიან წლები არიან ამ სპორტში არიან შრომობენ და დგანან ხო. თან მით უმეტეს ჩემი მეგობარი არის. ანუ ხსნი რომ ჯერ ჩვენ გვჭირდება სცენის შიში რომ გადავლახოთ, საკუთარ თავს შევხედოთ. ამ რაღაცა კომფორტის ზონიდან გამოხვიდე, სახლში რო ზიხარ და რო გონია რომ ესეთი ადვილია რომ ნახო რამხელა რთული გზა არის. ანუ ხსნი რომ აი ძალიან საინტერესო გზას გაივლი. მე რომ მოიხედები უკან, ნახავ თუ აი რა ვინ იყავი და რა ხარ ეხლა. ჯერ პროცესში თითქოს ვერ ხვდებიან ხოლმე, მაგრამ მე ყოველთვის ვიღებ before and afters რა. და რაღაცა 1-2 ჯერ იყო რომ ათეულში ის ბიჭი, უბრალოდ 6-ში ვერ შევიდა, ათეულში 6-ში გინდა შევსულიყავი და ცოტათი განაწყენებული იყო და მეთქი მოდი შენ ფოტოს ჩაგიდებ მეთქი რა. რო ჩაუგდე ფოტო, ესეთ სმაილი რო ხო ესე რო გიგზავნა. ეს მე ვარ რომ როგორი ვიყავი და როგორი გახდა. შეხედე სხვა ადამიანი, ეხლა ძალიან წარმატებული ინსტრუქტორია, სხვა ერთი ცოლი მოიყვანა, სხვა ვიზუალია, სხვა ჩაცმულობა აქვს, სხვა ადამიანი გამოვიდა ხო და ანუ ეს ადამიანი მოვიდა საერთოდ უვარჯიშებელი შენთან? ხო, არაფერი. და ნულიდან დავიწყო. და რამდენი ხანი დაჭირდა? აი ის შედეგი რომელიც ჩვენ ვერ მივიღეთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მაგარი შედეგი და მისთვისაც, ეხლა თუ არ ჩავთვლით იმას რომ ვერ მოიგო, 5 თვე იყო რა. ხო, მაგრამ სცენაზე გასასვლელი ვიზუალზე დადგა. 6 თვე. ძალიან ჭარბიწონით მოვიდა რა, აი არ ვიცი, მეთქი აი თან ვფიქრობ ეხა უთხოვ ძალიან დიდი ამბიცია ხო რა, ამ ფორმიდან რო გინდა შეჯიბზე გავიდეთ. მაგას მეც ისეთი ინტერესი მაქვს ხო, რა შეიძლება რომ გავაკეთებ და ერთ-ერთი სპორტია რა ეს, რომ როგორ შეიძლება ადამიანი გამოძერწო ამ რაღაცას. აი მაგ დროს ძალიან მკაცრი ხო არ არის ხოლმე კვების ამბავი, ანუ რამდენად სტრესული არის სხვანაირად, ანუ ნერვული სისტემისთვის რამდენად დიდი დატვირთვა არის. როდესაც განსაკუთრებით ესეთი ჭარბიწონიდან 6 თვეში გადის ადამიანი მასზე. კი გეთანხმები სტრესული არის, მაგრამ ამ სტრესს თითქოს ეს мотиваცია რაც გაქვს რა იქნება. ხო, აბალანსებს და მე ძალიან მიყვარს ხოლმე შემართებები ლაპარაკი ყოველთვის წერ. რატო არ ვამზადებ უმეტესად ადამიანებს? ეხლა ამასაც ვიტყვი და მე აი პარალელი გავავლებთ რა. მე თუ ადამიანს ვამზადებ, აი ყველაფრით ჩართული ვარ. რა, შეიძლება აი არ ვიცი. ჩემი შვილის დაბადების დღეზე არ წავიდე იმ დღეს და ბევრჯერ ყოფილა ესე და იმ ადამიანთან მივიდივარ, მაგრამ როდესაც ვერ ვხედავ მათ დისციპლინას და მე რომ ჩართული ვარ და ბოდიში და ისაკნი კუჩი გახვედი, ხო არ შეიკარი, გაზები ხო არ გაქვს, წყალი დალიე, მოფსი. აი ესეთი დონეა რა, იქ იმიტომ რომ ზედმეტი რაღაცებს წყალი არ უნდა შეიკავოს, მუცელი არ უნდა გაებეროს, ფამს გზნო, ფაბაკშია, არქშია, ვენები არის, ხო არ გაქვს რა. ძალიან დეტალური, მე რომ ესე ჩართული ვარ და იმადგან რომ ვერ ვხედავ ხომ, ძალიან გაზდები და ძალიან წინს და ამიტომ ვიმეორებ რომ всё. და დღესდღეობით თუ ვინმეს ვამზადებ, მხოლოდ ჩემი სტაფია, იმიტომ რომ ვიცი ისეთი ხალხი მყავს, ვინც ძალიან პასუხისმგებლიანები არიან. სტრესი უდავთ არის, მაგრამ იმდენად мотиваცია არის იმისა თუ რა იქნება წინ და ჩვენ მივდივართ იმისთვის რომ იქ ოქრო უნდა ავიღოთ, თითი უნდა გამოიშვნენ ჩვენსკენ და ყველას უნდა რომ შენაირი ფორმაში იყოს. ეს სიტყვები ძალიან გვეხმარება ხომ. ვარჯიშის პროცესში გამხნევება. მე არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თქვა თუ დაარღვეს რო ეჭუბება ხომ რაღაცებს. მე ძალიან ადეკვატური შეფასება მაქვს ამის, რომ რა მოხდა, არ ვშ დავარღვეთ, ოღონ არ დამიმალო. ვარიანი ძალიან იგლი მესმის ალბათ შენც, რომ აი მე ჩემ დავარღვიე და ჩემ მოწმა მევერდოს მომკლა 1000 სმარბენინა. დამსაჯა. ხო, დამსაჯა, ნუ რა, საშეჯიბრო მზადება ძალიან რთული საკითხი. იქ რო ჩვენ რაღაცა დავარღვიოთ, მე ვფიქრობ წყალი შეიძლება შეგვიკავდეს, ჩვენ გვაქვს რაღაცა კონკრეტული დრო, რიცხვი,
ხომ შეიძლება ერთი კვირით ადრე დავხიოს, უკან დავხიოს უფრო. წყალს შეიკავოს, შეიძლება ვერ მოვასოთ გამოყვანა, ხო? და ხა თუ შენ გინდა რომ ამდენ ხნიანი შრომა ჩაყარო, ოკეი, შეჭამე ის ტორტი, პრობლემა არ ამოქვს, რა. კვების სახით როგორ ემუშავები ხოლმე? ანუ კალორიებს უწევ კონკრეტულად თუ უბრალოდ ულუფებს ეუბნები რა? ახლა კალორიები იმ ადამიანებისთვის ალბათ ისე წონის კლება უნდათ. ნუ კალორიის დეფიციტი, კალორიის პრეფიციტი. ოკეი, ჩვენთანაც არის მეც კალორიებს ვაკონტროლებ, მაგრამ აქ არის ბაზა რა, ცილა, კილოგრამზე თქვა 2 გრამი, ნახში წყალი, ცხიმი. ხედავ ეხა ეს ნახში წყალს თუ ხედავ რომ თქვათ ბევრია და მისის ვერ იკლებს, ან ისე არ იცლება. ჯერ დაკლებას არ ვაკეთებ ხოლმე, ცოტა აქტიურობას ვუმატებ. კარდიოს მაგალითად, ძალისხმიერი ვარჯიშები, ხო? ძალიან მაგარი ტაქტიკაა. ხო, ეს არ ჩამოვიდი, რაც შეიძლება მაღალ კალორიაში უნდა იყოს. ჩვენ რა გვინდა გახტომა ხო არ გვინდა, ჩვენ გვინდა muscles, კუნთები, ხო, ამ იყოს პლოტნი როგორ არის, მკვრივი კუნთები და არა ესეთი რაღაც ჩაფუჭული და ჩაფუშული და ეს დირბინი. და რელიეფური, ენერგიული, რომ სცენაზეც იყოს ენერგია დატენილი იყოს და ამიტომაც აი ნელ-ნელა შევდივარ ამ რაღაცებს. ხანახანად დარღვევებიც, ხო? აი დარღვევებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა, რეფიდებს ვაკეთებთ ხოლმე. გააჩნია როგორ მოდის მისი წონა. გააჩნია როგორი ფსიქოლოგიური მომენტი თუ სუსტია. კბილით უფრო ნაკლებად, მაგრამ მივუნები ბურგერი. ერთი ჩემი მოსწავლე იყო და მოვიდა. სუსტია რას გულისხმობს? აი ნუ ვერ უძლებს რა, პირველია. ნებისყოფის ამბავში. ამიტომ მირჩევნია მე ვიცოდე, მე მივცე, ვიდრე ის რომ მომატყუოს. აი ხა ირგვლივ მესმის რომ ერთი ბიჭს ამზადეს ჩემი მეგობარი, იმასთან ხარ თქმა უნდა ამას არ ვიტყვი და მე ვერები ყოველდღე ვარღვევ. რატო იცი 50 გრამი ნახში წყალი აქვს. საათნახევარი კარდიო აქვს და ვერ უძლებს ეს ადამიანი. ხო, ვერანაირად. ვერ გაუძლებს. ეს კარდიო გაშიებს ძალიან. ხო და ხა დილით რო საათი გაქვს, საღამოს რო კიდე რაღაც საათამდე გაქვს კარდიო და 50 გრამი ნახში წყალზე ყავს, ნუ ვერ გაკაჩოს ეს ადამიანი და მოგატყუებს შენს. თავისთავად იტყუებს. შენ მე შენ თავში ეძებ პრობლემებს რომ რატო ვერ შრება, რატო ვერ ვიკლებთ. და მე მირჩევნია რა, რომ აი თქვათ მეუნები ლექსო იყო ერთი ჩემი მოსწავლე რომ ეხა მიდი მეთქი და ბურგერი მეერთი მეთქი ხამ და კარგად დაიძინებო. წავიდა, შეჭამა, მოვიდა, ამიტომ მაინტერესდა ფორმა როგორ იცლება და რაკენი მეთქი, გეყო მეთქი და და კიდე შეჭამა მე. ხდები ანუ ვერ განიტვირდა, ხო, ტვინი ვერ გაითიშა რა. დაწყნარდი დამშვიდი შეჭამე, მირჩევნია ეხა შენ გაჭამო ეს. ვიდრე მთელი კვირა ნერვიულ თემაში სტრესში ეს კორტიზოლი გაიქცა, აშოგან დაარქვშველის და ნუ ხო ხდები რა და ამიტომ ეხა მან დაი ერთი კითხვა წავმივიდა რა. როდესაც ადამიანი ემზადება, ნუ აი ესეთი მიზანი დაისახა, რომ ბოდიბილდინგისთვის ემზადება რა. აი ცალკე თავისი ცხოვრება, აი როგორი ტიპები არიან შენთან, როგორ ემზადებიან. ცალკე ცხოვრება ეს ანუ იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია მე რომ აი ხა ამ ხელა კონტროლი ჩავრთო ჩემს კვებაზე, იმიტომ რომ მე უკან აი ჩემი ცხოვრება არის ტრაწი ბოდიში და აი ეს გასაკეთებელი და იგასავარდნი ბავშვი გამოსაყვანი მე ისა ანუ ადამიანი რომელიც ესეთ შეჯიბრზე გადის აქეთ მხარეს რა უნდა ქნას? ეს სპორტი არის ყველაზე ეგოისტური. ძალიან ეგოისტური. მე ვიცი რომ ძალიან ეგოისტურია და ჩემ მეუღლეს მე მგონი ძეგლი უნდა დავუდგა ხოლმე რომ ხო რომ გვიძლევს, მაგრამ ეხა ისე მოვირგე ეს ყველაფერი თვითონაც ხანახან მეუნება რა ხა ერთი წელია საერთოდ ამ შენ არ მივარჩიე და ეხა დავიწყო და დაიწყო რა მომზადება მე რეჟიმში ვარ თუ ყველა ხა რაღაცა დილით კვებით კარდი მეც რაღაცა სწორად ვიკვებებით კვირს არავინ არ ჭავს მაცივარს გამიღოს სულ ჯანსაღია ხდები ანუ შენ თელმა ოჯახმა უნდა შეგიწოს ხელი ცალსახად თან თუ დამწყები ხარ მით უმეტეს რა თუ აი არ ხდება ეს ძალიან რთულია და ანუ სამსახური და რაღაცა კი შეგიძლია მაგრამ იდეაში ეგოისტური ერთი რთული მეორე და თუ სახშიც ეგ გარემო არ არის ანუ სიჯანს ნუ მე ხო წარმოუდგენელია რა ჩემ შვილს ერთ პატარა ამბობს მოყვებ ამას რომ ჩემ შვილს მეუბნები რომ აი ძალიან ჩაერთო რა ამ სპორტში და ნუ გამოშეს და ფორმაში და ნუ ძალიან კარგ ფორმაშია თან და მეუბნება რომ ხანდახან მეუბნება აი წავიდეთ მეთქი კახეთში რაღაცა სასწავლოში ხა მე მემზადები მეთქი ხო დედა ხო არ ემზადება შეიძლება რა და ხანდახან გასვლა გვინდა რაღაცა იქ ცოტას ვივარჯიშებ მეც დავიჯდები სუფრას მე შეიძლება ჩემი ბრინჯი და კათან მივირთო მაგრამ ამ გოგომ რა დავაშავა და შენ წამოდი მეთქი ჩვენთან ერთად თქო და აი რა არის იცი ეს მეუბნება აი ეს მაქვს აი ამ გეგმაში აი თქვენ არ შედიხართ რა ხუდო მეთქი ამ გეგმაში როგორ ვერ ჩამატია სადემზადები ამისა კაცი სოფლიოზე ემზადები მე ვნახე ეს გეგმა ოჯახისთვის გამოვნახე ხო აი ეგოიზმში მიდიხარ რა კი რთულია ჩვენ ეს ოჯახი ერთად გადავწყდათ ხოლმე რა რაღაცა ასოციალურიცაც ხდება ხო იმიტომ რომ რაღაცა ხო არქსიამოვნებს არსად გასვლა შენ რაღაცებში შენ სამყაროში ხარ რაღაც მუსიკა რაღაც კაპიშონი რაღაც კარდიო მე მიდიხარ მეგობრებთან ის რაღაცას გამოაცხოს ეს რაღაცას გამოაცხოს ზონი თუ დამწყებ ხარ ძალიან მოქმედებს ეს. კი. კლუბში წადი იქ ნუ აი არ მსიამოვნებს რა.
არ გსიამოვნებდა ხო და მაგას არც ვამბ, ანუ მინდა. ასოციალური რო ხდები, მე სხვა რაღაცებზე ხო არ აისახება რაღაც მენტალურად. შენ რაღაცა ძლიერი ადამიანი ხარ, ანუ ყველას მგონია რომ რაღაც იმიტომ რომ ბევრი ერქაჩოს. ხო. აი გამოჩდებიან და გაქრებიან. გაქრებია, ხო ხო. და აი სტაბილურად არ არიან ადამიანი. იმიტომ რომ რამდენი ძალიან წელია შენ აქ? რა რამდენი წელია აა, გადიოდი? გეტყვი 2011-ში გამოვედი პირველად. და ის მე ყოველ წელს გამოდიხარ. ყოველ წელს გამოვდიოდი, ერთი წელი მქონდა რაღაც 1-2 წელი ჩავარდნა. ეხაც რაღაცა ვისრიალ და მხარი ამოვიგდე. ძალიან გეგმები მქონდა დასახული, მაგრამ 10 თვე გავიდა უკვე და ეხა დავიწყებ ისე რომ არ გავჩერდები, კაი ხანი. აი რა არის რომ ეს რა გიყვარს მაგაში? გამოშრობის მომენტი გიყვარს. პროცესი იმდენად აი ყოველდღიურად რო იყვით და შენ თავს რო ჯობნა რო იხიედები, აი რაღაც სხვა განზომილების ხარ. ნუ აი თან რო რთულია, თან რო მიღწევადია და თან ამ ყველაფერს მარტო შენ აკეთებ რა, რო შეძლები რა. აი ეხა შენ ამას ნატურალურად აკეთებ. დანარჩენი ნატურალურია ბოდიბილდინგი? არა, ნატურალური არ არის. აი ეს ილუზია არავინ არ შეგექმნით. პროფესიონალი არც ერთი სპორტი არ არის ნატურალური. აღარ არის, ხო, რა თქმა უნდა, ხო ვის მაგარი ალქიმიკოსი ისყავს მწვრთნელი. დოპინგში არა მოახდინე. ხო. მაგრამ აი იმას რასაც იკეთებენ ან თუნდაც შენ მიმართო, ხო, ეს დოპინგად ითვლება? კი, ფარმაკოლოგი. ოღონდ ეს უნდა იყოს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ და ძალიან ისე დავაკონკრეტებ, რომ ექიმის მეთოყურების ქვეშ ან ისეთი ადამიანის, მცოდნე ადამიანის, ჩვენ ყავს ესეთი ექიმი, რომელიც ამას აკონტროლებს? კი, სხვათა შორის, მე მინდა თქვა, მე გავიცანი რამოდენიმე თვე არის უკვე ჩემთან ტრეინინგზე კითხულობს ლექციებს, სანდრო ჯიბღაშვილი და როდეს ჩამოვა აუცილებლად გირჩევ რომ მოიწიო ეს ადამიანი, სანდროს მოიკითხავ აქ. ჩავიწეროთ. უმაგრესი ბიჭია, ანდროლოგი, უროლოგი, რომელიც ძალიან მაგრად ერკვევა ამ სფეროში. და მიუხედავად იმისა, რომ ყავს პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც ოლიმპიის დონის ხალხს ამზადებს, როცა რაღაცებს ჩამიგდებს ხოლმე ანალიზებს, რომ აიღებ სანდროსთანაც ვაგზავნი და იმან რაღაცა მხრივ მისთვის არავინ არ ავაშლება. ის აკეთებს ყველაფერს, რომ მე შედეგზე გავიდე და შესაძლებელია სადღაცა თვალი დახუჭოს ჩემ ჯანმრთელობაზე. კი ბატონო. ამიტომ აქ ვაკონტროლებ სანდროსთან ყოველთვის. სანდრო რა ხდება? ხო, კარგად ვარ, ხო არ გიშლები? ხო, ცოცხალი ვარ. ხო. ესე, ნუ თუმცა პროფესიონალი მწვრთნელები მაინც ისეთი დოზირებას არ წერენ, რომ რაღაცნაირად ჯანმრთელობა შეიქმნას. ანუ ეხლა შენ ახსენე პროფესიონალური მწვრთნელები და არიან ტიპები, რომლებიც თვითონ აკეთებენ ამ კურსებს. მოდი ვთქვათ, ხო, ეს არის ანდროგენებს გულისხმობს, სტეროიდებს გულისხმობს და სტეროიდებს თავისი გადაწყვეტილებით YouTube-ზე მოძიებული ინფორმაციით აკეთებენ კურსებს. და ნუ ეს ხანდახან ახლა მარკეტინგის ამბავიც არის, იმდენად მათ არის შეფუთული ეს ყველაფერი, რომ ჩვენ მე მაგალითად ჩემ მეგობრების მხრიდან პრაქტიკაში ვქონია, რომ რაღაცა ჩემი დაქალი ვიღაცებს გაპრანჭულა და აი ეს გაბალკულტივებს და სულ სხვა რაღაცა აღმოჩნდა მე კი ბატონო გაპრანჭვის შედეგად. აი ზუსტად რაც მიიღეს. ეგ არის რომ არაკვალიფიცირებული ადამიანებისგან მიღებული ინფორმაცია და ინტერნეტში რომ შეიძლებაოდეს, რომ გახდე იქ ყველა ინტერნეტით გახდებოდა რა. ხო, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად სხვა განზომილება, კატასტროფა ხდება აი თინეიჯერებში. აი ეს ვითომ მწვრთნელებში და ესე ყველას რომ უნიშნავს, მოდი წამოდი ეს დრონი გავიგეთოთ რა. აქვე უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში როგორი არის რა და ძალიან საშიში თუ ადამიანი ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ თუ ტესტოსტერონი რა არის ხო მამაკაცის ჰორმონი რომელიც მოძრაობელი ძალაა და მის გარეშე მამაკაცი ვერ იქნება მამაკაცი და ქალის შემთხვევაშიც აუცილებელი მის ნორმაში ყოფნა ხო კი კი აქედან გამომდინარე ის თინეიჯერი ბავშვები რომლებსაც პიკში აქვთ ტესტოსტერონის საკუთარი და იქ ასაკობრივად ხო და ღებულობენ აი ამ ხელოვნურად აი არ საჭიროებს იმიტომ რომ ეხა სანამ მათი სხეული ახალგაზრდაა ებრძვის ამ პრობლემებს ხოლო როდესაც მოვადრო და ასაკი მოუკაკუნებს იქ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას შეიძლება ვიზუალური მხარე სხვა იყოს მაგრამ იქ ვიზუალური სერიოზული ხო ერექციული დისფუნქციას თავიდან სერიოზულ დეპრესიაში მიდიან კი და ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ჯერ ის რომ დოზირებას იწყებენ ნუ იმის თანას რომ აი ამ ჭიქაში ხა ლიტრა ნახევარ ჩავასხავთ ხო ვერ ჩავასხავთ შესაბამის შენი კუნთური მასა რაც არის მის შესაბამისობაში უნდა იყოს ხო ან მინიმალურ დოზმაც შესაძლებელი ისეთი მაგარი ეფექტი მოგცეს კი ბატონო რომ აი არ ვიცი 10 ჯერ და 20 ჯერ გადიდე და სხვა ფორმა მიიღო და არ არის საჭირო ის უკვე ტოქსიკურია ჯერ ისედაც რომ ხელოვნური მიღებული ფარმაკოლოგია უკვე ორგანიზმის ცუდია ეს ერთი სინთეტიკური ჰორმონია ეს არის სინთეტიკურად დამუშავებული. მithumetes ეს თუ არასწორი დოზირებით არის, ეს უკვე იმდენად მავნია ორგანიზმის, რომ
კი. ანუ შენც კი, რომელიც 21 წელი გამოდიხარ აი ამ პროფესიონალურ სპორტზე და უკვე ფაქტიურად ჭიპი გაქვს მოჭრილი ამ ბავშვი, შენც კი ყველაფერს ამოწმებ. ერთი შენს ტრენერთან და მეორე ამას აკეთებ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რაღაც, რომელიც ანუ არაფრით არ უნდა გაკეთდეს, რა ვიცი, ეს არის საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე, რა ვიცი, ძალიან აუგად, ხო, ცდების დარება, ხელის აღება და ასე. ანალიზის ჩაბარება არ იციან. ანალიზი არის რა ანალიზი უნდა ჩააბარონ ისაც კი არის. რა ანალიზი უნდა ჩააბარონ, მაგრამ გითხარი. იმდენი ანალიზი არის ძალიან ბევრი. მე ალბათ ეს 16 11 და 16 ანალიზად ვაბარებ, სანამ შესაძლებად მიდიოდი. იქ არის ჩვენი პანკრეასი გვაქვს, იქ ჩვენი ინსულინი როგორ დონეზე გვაქვს, სისხლის საერთო ჰემატოკრიტი როგორ მოიმატავს სისხლის შესქელება, ხო? ტესტოსტერონი თავისუფალი საერთო ესტრადიული პროლაქტინი თუ გაიქცა გინეკომასტიამიდის თუ დავარდა დისფუნქცია ერექციული, ძალიან ბევრი პრობლემები არის. რა იქ ბილირუბინი და ეს თუ ჩვენ არ ვიცით და ეს ნაურაზე რაც ჩვენ ხელში მოხდება ყველაფერი მივიღოთ ძალიან კატასტროფულში უჩვენებამდე მივდივართ რა. ძალიან და მე მგონი უკვე არის საქართველოში ეგ გოგონების შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ მესმის უკვე რომ ციკლი უწყდებათ და ნუ არა აი საერთოდ არანაირად განგაშის სიგნალიც კი არ ერთვებათ, მაგრამ ნუ სამაგიეროდ აი რაღაცა ვიზუალ მხარზე ხო ეტყობა ვინ რაზღებულოს, აი კი, რა თქმა უნდა. ნატურალურად ვარ, ნუ არ არსებული. არ არსებობს. როდესაც ეს ძალიან მრგვალი, ძალიან ზედმეტად გაბალკული არის, ეს არასდროს არის ხოლმე როგორც წესი ადამიანს არაფერს არ ღებულობს და ნატურალ თემსად არავის არ აქვს ვაშლივი დელტები. არ არსებობს. ყველა პროფესიონალი ბოდიბილდერი, რომელსაც დანებებული აქვს კურსის ჩამოვარდა დელტები. ხელი შეიძლება დაარჩეს მკერდის კუნთების ზურგი. დელტა არ არსებობს. რომ მოდის სამი თავი რო აქვს მე მგონი ძმა კრეატინზე ვარ გეხოთ ოფლის სუნით გეტყვი რას იკეთებ და რას ვხდით და ბაზარი არა რა ხდით ხო ესე იგი მე და აქვე რო განმარტოთ შენ თუ შეგხვედრია პრაქტიკაში ადამიანი რომელსაც აი ესე გადაჭარბებული აუგად გამოყენებული ტესტოსტერონის გამო ან თუნდაც დანამატების გამო შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემები. დანამატების უფრო ნაკლებად შეიძლება აი კრეატინზე ზოგს არ ვიცი სპაზმები დამეწყო მეუბნება სპაზმი ქართულად არის ხო? ხო, სპაზმები. ზოგმა თქვა თავის ტკივილები რამოდენიმესგან მომისმენა, მაგრამ რა ვიცი ჩემი. ნუ ეგ ესეთი გვერდით ჩვენებებია რაც დაუშვათ ჩამოთვლილი არის. ზოგი ამბობს რომ რაღაც ფაღარათი დამეწყო პროტეინის გამო. შეიძლება უხარისხო არის. უხარისხო ხო. აი ფარმაკოლოგიაზე ხო თან თუ ორალური აბი არის მიღებული და ტესტოსტერონის გარეშე არის იგი საკუთარ ტესტოსტერონს ძალიან ძლიერად თრგუნავს და იქ სანამ ღებულო შეიძლება მაგრათაი და როანებებს მე სერიოზული პრობლემები ექნებათ რა. ანუ სანამ კურსი არიან მე გამიგია რომ რაღაც სანამ კურსი არიან ხეცივით არიან სულ უნდა სულ ბუნებრივზე მეტი არის. ბუნებრივზე მეტია. უფრო მეტი მოთხოვნილებაც არის და ეს გამოსვლა უცბად რომ ბუნებრივზე მოუხსენი ყველაფერი და მოგენება რა ხდება? ხო ამასობაში შენ სათესლეს ჯირკვლებს რომ წამოწოლილი არიან და ძინავს და მაინც მოდის ეს და რაღაც ვიმუშაოთ, უცებ რჩებიან მზარმაცები და ასე შემდეგ. ანუ არის ეს სერიოზული გართულებები და შეგვიძლია პრაქტიკაში. კი. სამწუხაროდ. აქვე ისიც რო ვთქვათ, რომ შენინება რო იყოს, რომელ დანამატს აკრძალავდი. დანამატს? აი ეს რაც ვთქვი რა, ეს ენერგეტიკები არ მიყვარს ძალიან. ენერგეტიკები არ. აი თერმოგენიკები რაც გულზე ძალიან მოქმედებს და აი რაღაცეები და ერთს მოყვები სხვათა შორის აი მაგ ენერგეტიკი დანამატზე ადრე იყო დინამოს ბაზაზე იყო მაღაზი GSN-ი თუ გახსოვს. არა, არ მახსოვს. ჩემი მეგობრების იყო მაგათ გახსნილი და იყო ესეთი პლაზმა ჯეკი, რაღაცა დანამატი, ძალიან ბევრი დანამატები შეიცვალა და ამ დიეტაზე ცოტა უენერგიოთ ხარ და მეთქი დავლევ თქო და ეს დავხედი ყუს 4 ცალია დოზა მე ყოველთვის პორცია რაც ეწერე იმას ვიყ. დავლევ ვარშის წინ. და ჩემთან ერთად ხმას დალია სხვა დარბაში. ნუ ძალიან მაგარი ფამფი მოგცა სისხლის შეშვა ენერგია დატენილი აი სარკეში ვიყურები ჩემი თავი მო. ხო. ცოტა ხანში წამოიღო აი გულისფრიალი, საერთოდ არ ვარ ან პანიკა ტიპი, რაც არ უნდა ვკვდებოდე ხმას არ ვიღო. თუ ამბობ რომ ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვარ. სრულად ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ ვიცექი ძირს, აი ესე ხტუნავდი. კაი არ გადამრია. აი ძალიან ცუდად გავხდი და მე მეგონა რომ всё მეთქია და ის ორი მეგობარი ვინც და იმან სასტრაფო წაიყვანეს. სასტრაფო წაიყვანე ის ორი და მეორე დღეს ერთი აბით ნაკლები დავლე და იგივე დამემართა. მე მაინც სადე კაცო მეორე დღეს. მეთქი აბათ მეტი დოზა მომდა. მე ორი აბი სადე და ორი აბი იმის ნახევარი დოზა იყო. ხო. ამიტომაც აი ამ თერმოგენიკებს ენერგეტიკებს რაც აწერია ყოველთვის მისი მინიმალური დოზით დაიწყო. როგორ იმოქმედებს შენზე ხო? შეიძლება ერთ ჭიქა ყავაზე თვალები ესე ქონდეს, შეიძლება რეაგირება არ ქონდეს. ამიტომ აი არ მიყო. და ისედაც კაცო ენერგეტიკი ისეთი რაღაცა არის რა. ენერგეტიკი ნიშნავს რომ შენ კვების კულტურა არ აქვს.
შენ ანუ ვარჯიშზე თუ მიდიხარ უჭმელი 1 საათით ადრე მაინც არ გაქვს ნახშირწყალი მიღებული რომელიც რაღაცა სტაბილურ ენერგიას მოგცემს ხო აი დადექი და სვი მაშინ ცხენის დოზა კოფეინი ყოველდღიურად რომელიც კიდე ცალკე ამ გოგოებს განსაკუთრებით რომელსაც ყოველ მეორეს აქ პანიკური შეტევები შფოთვები რაღაცა ეს რაღაცა აფორიაქებები შინაგანად რომელსაც ვერ აკონტროლებენ და კიდე პლუს აი ამ ცხენის დოზა კოფეინს უმატებენ ნუ აი რა ვიცი რაღაცა მგონია რომ აი დილას იღუძებენ ტიპები და აი დღეს რითი ვამნო ჩემს ხელს მოც დღეს ამას ვიზავ და რაღაც გადაიწყავენ ერთ შილს მე მეორე შილს აი რაღაცა ამ დონეზე მგონია იმიტომ რომ უკვე ბევრს ვლაპარაკობთ რა ყველგან ვლაპარაკობთ შენს არხზე ხო ვლაპარაკობთ ტატოს აქვს თავისი YouTube არხი სადაც აი ძალიან ბევრს საუბრობს აი ამ თემების შესახებ და რა ვიცი უკვე არის ინფორმაცია ანუ ინფორმაციის ნაკლებობა არ არის ესე რომ ვთქვათ რომ აი მე ნეტა მაშინ მცოდნოდა რაც ახლა ვიცით ან ვიცით ხო არის ეს ინფორმაცია ერთი გოგონა იყო ჩვენთან დარბაზში მაშინ საუნაც ჰქონდა მე რაღაც საუნა გავაუქმეთ რა კარგიაო ეს საუნაო და ეს ცხიმის წველებიო და რატომ აი ხო სახში კატლეტებს შევჭამო საჭმელს რაღაც მოვდივარო თერმოგენიკს დალევდა და საუნაში შედიოდა კაი არ გადა ცხიმები აი მე და ოპლში არ იწובה ცხიმები ხალხო რა არის საუნის გარო ცხიმები იწევდა ყველა შედიხარ გამოდიხარ ნაკაჩარი შევიდა გამოვიდეთ 15 წუთში და ანუ ხო აი ეს დეჰიდრატაცია არის ძალიან ძალიან საშიში ამბავი მიუხედავად ისე რომ საუნა გოგონებზე სხვა შორის ძალიან კარგად მოქმედებს აი ამ ბოლო კვლევები და იმითი ძალიან კარგად აისახება იქ ნერვულ სისტემაზე იმუნიტეტზე და ამ შემდეგ მაგრამ ნუ ეს არის წყლის დაკარგვა რომელიც უნდა აინაზღაურო მე ხო უნდა აინაზღაურო სადღაც წავიდეთ ნელ-ნელა ბოლოსკენ და ძალიან მაინტერესებს გეინერის თემები მასის მომატებაზე, როდესაც ბიჭები არიან მასის მომატებაზე, არის თუ არა ალტერნატივა, არის თუ არა გეინერი ისეთი მაგარი რაღაცა როგორც რეალურად ასაღებენ. ხوار ჯობია რომ პირიქით კრეატინი პროტეინით წავიდნენ და მაგრად იკაჩავენ თუ აი ეს თემები რომ მას ვქნათ გავიაროთ. ესე იგი ჩვენ დროს როცა ეს გეინერის საშუალება არ იყო ხოლმე? და ჩვენ ჯერ პადლებში ვარჯიშობთ ხოლმე ვირთხებთან ერთად. ჩვენი გეინერი იყო კისელი. კისელი, აი სუბაგაზოვრები ხოლმე დალიეთ კისელი, კი. ერთი ბიჭი მოვიდა მეგობარი, მითხო ცოტა წონაში მინდა მომტომ, მეთქი ბიჭო კისელი იყიდე რაღაც ლარი დაოციგეს თავს. მოვიდა ერთი გებრიელი მაინც იქნება. გაბაბით. ეს რა მიქენიო. ძალიან ბევრი მოგივიდა. ეს ჩვეულებრივი სახამებელი, ანუ პირდაპირი სახამებელია. 90% სულ სახამებელი და ვარჯიშის დროს მეთქი ეს ნახშირწყლებს ალბათ ვერ ავსებ და მაგრამ გეინერი ცხოვრებაში არ გამომიყენებია, შესაძლებელია თუ ბევრ ნახშირწყლებს მივირთმევთ. ამავდროულად პროფესიონალურ სპორტში ინსულინი არის ჩართული. რადგან შეიძლება პორცია ფიზიკურად ვერ შევჭამ, თქვათ 100, 150 გრამ გერკულეს, 100 გრამ გერკულეს, 70 გრამი ნახშირწყალი და კიდე მინდა რა, იმიტომ რაღაცა 600 გრამი ნახშირწყალი მიწევ. ამ შემთხვევაში დამხმარეთ შესაძლებელია მოვიდეს, თუმცა ხა ამ გეინერში იმდენი შაქარია. ძალიან. აი იმდენი შაქარი გაფუებს რა. მეორები ისევ კრეატინი, რაც თქვენ თქვით. ხო. ან ნახშირწყლები, აი ეს კისელი მაკარონი ეგეთი მეების სახით. ხო, ნახშირწყლები და ან შეიძლება carbs ვარჯიშის დროს დალი იმითი შეავსო ერთი პორცია 60-50 გრამი. აი არაზოს ანუ carbs მოდი ვთქვათ რომ ცალკე დანამატი არის, რომელიც მხოლოდ ნახშირწყლები არის. იმიტომ რომ როცა გეინერში შეიძლება ერთ სკუპში სადღაც 600-დან 1000 კალორიამდე იყოს. ნუ ჯერ რანაირი დამუშავებულია წარმოიდგინე რომ ერთ სკუპში არის 600-დან 1000 კალორიამდე. ნუ იქ არის უფრო მეტი შაქარი, სავარაუდოდ ცხიმის ხარჯზეც არის კალორიები გაზრდილი და ნუ რაღაც ისეთი კომბო მე არ მიყვარს და ბევრი რაღაცაა შერეული და ვერ ვგებულობ რას რამდენ გრამს ვღებულ. ანუ მარტო ცალკე ცილა ნახშირწყლები ვიცოდი რა გრამი დანამატის და კი ბატონო. თორე და კისელი. ალუბლის წვენთან ერთად მოადუღეთ მაგას გემრიელს რა დალებს. ფანტასტიკური. ხო, ძალიან გემრიელია. მოდი კიდე მიუბრუნდეთ მაშინ ჩვენ ნატურალურ ბოდიბილდინგს და იყო ზოგადად საერთოდ არსებობდა ნატურალური ბოდიბილდინგი. კი. და როდის მორჩა? შვარცენეგერის დროს მორჩა, მე მგონი ნატურალური ბოდიბილდინგი. შვარცენეგერის დროს მორჩა. რატომ მორჩა? იმიტომ რომ არასანახაობრივი იყო. ეხლა თუ ფერატკანიანი არის, არ გამიკვირდება რომ ფანტასტიკური გენეტიკა ჰქონდეს. კი. მაგრამ აი სხვა ადამიანების ცოტათი ისეთია რა. თეთრკავკასიელებს უნიკუმები ძალიან ცოტანი არიან რა ისეთი ტიპაჟები ხო? რომელსაც ბუნებრივად რაღაცა. ხო. ჩვენ მე მყავდა ერთი გოგონა დარბაზში მორიელის პოზაში კუნთები ეზრდებოდა იოგას. ხო, არიან გენეტიკურად ძლიერი ადამიანები. ჩემი მეგობრის შვილი რო დაიბადა
რომ გახსნეს წვივებს რო შევხედე ესეთი ორი ბურთლო აუ მეთქი ამას წვივები ექნება. კი, ჩემ შულსაც ყვათა შორის. ბუნებრივად ეგრევე ეწყოს, ხო და გენეტიკურად შეიძლება. მაგრამ აი სანახაობრივი იდეაში ხა ჩემთვის იმასაც რო უყურებდი შვარცენეგერს რო უყურებდი როცა მასე გადიოდა ხოლმე ჩემპიონატზე რაღაცა, ნუ აი რაღაც მაგაზე დიდი მაგრამ აი მაინც სანახაობრივად უნდათ რომ დღესდღეობით ბოდიბილდინგის კატასტროფა ხდება. იმიტომ რომ აი ეს ძველი ოქროს ხანა რო იყო არნოლდის და არნოლდის შემდეგ იყო იდეალი, აი ყოველთვის იტყვი რა ესეთი მინდა შეიძლება ვიყო, მაგრამ ეხლა რაც ხდება? ამ დიდი დოზას დისჰორმონის გამოყენების ინსულინის, ნუ აი 8 თვის ფეხზიმები დადიან, კანი კამეჩივით კანი აქვთ. აი ეს რაღაცა გამჭირვალობა აღარ აქვს, აი ეს რელიეფური არ არის, ესთეტიური არ არის, წვრილი წელი. რას ნიშნავს ლამაზიდან? წვრილი წელი, განიერი მხრები, ლამაზი ფეხის ფორმა, მრგვალი დელტები ხო. წელი რო ამხელა გაქვს. ამხელა ჰიპით რო გამოდიხარ და ზედ კუბიკები გაქვს. ხო. რაღაცა მონსტრები და ამას რა იწვევს ამას? დიდი დოზები. დიდი დოზები და უფრო მეტად ინსულინი. დღესდღეობით ფარმაკოლოგიის დიდი დოზაზე კი აღარ არის უკვე აქცენტი გაკეთებული. ინსულინს როცა ახსენებ, ინსულინის გაკეთება მიდის? კი. რატო? იმიტომ რომ თავისი აი მაგათ ჩვენც გამოგვიყენ, მე მაგათ აიატო გამომიყენებია და რატო არის აქტიური ეს რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში არ ვარჯიშობდი, ისე მოხდა რომ ჩვენმა ფედერაციამ ადრე მაშინ ფედერაციაში ვიყავი, მითხრა რომ რაღაც საერთაშორისო ტურნირის ჩატარების უფლება მივიღეთ და საქართველოს ნაკრები უნდა გავიდეს ამ ტურნირს. ნუ ტრენერს მიიწერა, მეთქი 5 თვე არის შეჯიბრება და დარჩენილი რა შეიძლება რომ გავაკეთო და რატო იმდენად მოკლედ რო არ ინსულინის გარეშე ვერაფერს ვერ მოახერხებთ რა. ინსულინი არსებობს გრძელი და არსებობს მოკლე. ამასაც გეტყვით, ამ მოკლე რა შეება, თუ ჩვენი პანკრეასი რაღაცა ნორმალს გამოყოფს ინსულინისას, თქვა 3 ერთეულს ან 1 ერთეულს, შენ დიდი რაოდენობა ნახშირწყლების მიღების დროს ეს ინსულინი ვერ ერევა. რა თქმა უნდა. ხო, ამიტომაც შეიძლება და შესაბამისად არის შაქრის დიდი რისკი. ხოლო ხელოვნური ინსულინი რასაც ამ ჭიშკარს აღებს და ყველაფერს მოდით. შესაბამისად, დიდი კუნთოვანი მასა, ენერგია მაგარი გაქვს ეს დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება იკაჩაო. ოღონ იზრდება არა მარტო კუნთები, არამედ შიდა ორგანოებიც. მასთან ერთად და აი დიდი ჭამის გამო ეს დიაფრაგმა იზრდება, ხო? როცა ვამბობთ ორგანოების ზრდას, ორგანოების გარშემო ცხიმის ზრდაზე არის საუბარი თუ თვითონ თავად ორგანოც იკვებება? თუ დიდი რაოდენობა ზრდის ჰორმონიც არის, გამოყენდა ინსულინთან და როგორც ეს ზრდის ჰორმონიც არის, რა თქმა უნდა შიდა ორგანოებიც იზრდება. გასაგები. ძალიან სასწაული არის ეს. ადრე არ იყო ეს უაზრო დიდი ზომები. იქ იყო უფრო მეტად ვარჯიშს ეკვებას და ეხლა რაღაც აი შეიცვალა თითქოს ამდენი და აი ამ ინსულინდა რო გადადიხარ სხეული მე არ ნუ პრინციპში შაქარსაც უკლებ მე ნახშირწყალსაც უკლებ, მაგრამ ანუ სხეულისთვის ეს როგორც ანუ ინსულინის დაჟდომა არის, ხო? აი რა არის პრობლემა, როგორც ახლა ჩვენ თუ ხელოვნურ ტესტოსტერონს ვიკეთებ და ბუნებრივი წყდება, შეიძლება ერთხელაც გითხრათ პანკრეასმა კარგად იყავი. ხო. შენ ხელოვნურზე ხარ, რა ვიცი, 10-15 ერთეულს ღებულობ და შეიძლება ბუნებრივად დიაბეტი ხარ რა, დიაბეტი ხარ ჩაოლებრივ. ჩაოლებრივ, ამიტომ ძალიან საფრთხილოა და ესე გამარჯობა მოდი გავიკეთო არა, ამიტომ არის პროფესიონალურ სპორტში, ოღონ უნდა იყოს ისაც ექიმის მეთოყურების ქვეშ, რომ შედეგი გქონდეს კარგი. ეხლა რასაც გისმენ, აი ძალიან საშიში მიმართულებაა ბოდიბილდინგი. ორი აზრი არის. ანუ ფაქტია რომ არსებობს ეს მიმართულება, ფაქტია რომ ყავს მიმდევრები ფანები, აგერ ყავხარ, მაგრამ ადამიანს რომელსაც ალბათ დაწყება უნდა, ცალსახად აუცილებლად უნდა იყოს ექიმის მეთოყურობის ქვეშ და ძალიან პროფესიონალი მწვრთნელის ქვეშ. რომელ სპორტს დამისახელებ, რომელიც ყველაზე ხშირად აკეთებს ჩეკაპს, აი თავის ანალიზებს. ხო, მე მგონი ალბათ ეს არც ერთი ეგეთი არის. თუ მივდივართ ადეკვატურ სპორტსმენად. ანუ რამდენ ხანში ერთხელ ჭირდება ჩეკაპი? აი ჩვენ მაგათ ყოველ 2 თვეში ერთხელ სულ ანალიზი. 2 თვეში ერთხელ წარმოიდგინე როგორ. აი შეჯიბრამდე, თქვა დაწყებამდე ვიღებ ანალიზებს, რა ხდება, როგორ ხდება. შემდეგ ვარ პროცესში და მე რა აკონტროლებ პროლაქტინი ხო არ აიწია, ესტრადიული ხო არ აიწია, ღვიძლი რა შეება LTA, ST, გეპტრალი ხო არ გვინდა, სულ კონტროლი აქვს რა. ანუ აი ხა შენ აბსოლუტურად შემიცვალე მე აი ბოდიბილდინგზე წარმოდგენა. ფაქტიურად ხო, შენი ძალისხმევა მიდის მართლა აი ამ მაშინ რომ რაღაცნაირად რამდენად რისკიანია, ანუ რაღაც მომენტში დგება კითხვა გიღირს თუ არა აი ამ რისკების აღება, მაგრამ ნუ ხო ფანატიზმში მიდიხარ ერთი, ვიღაცას რა ვიცი თევზაობა უყურს, ვიღაც იარაღები უყურს, აქვს ჩემი მეგობარი იარაღებში იმდენი თან ხარ გადახდილი, რა ვიცი ერთ დვარ იმას იყიდით რაღაც სასახლეს რაღაც. ხო. იმითი ერთობა, ჩვენ ამითი და როგორ მიხვედი აქამდე რომ შენ აი ეს ზულკში, იმიტომ რომ არიან ტიპები, რომლებიც თავის ჯიბრულად უბერავენ და როგორც მივედი. როგორ მიხვედი აი ეს? მოკლედ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ესე მინდა პოსტა ფორმაში ვიყო, აი რატომღაც მოტივატორი ტიპაჟი არა ვარ, ანუ რაღაცა მიზანი ყოველთვის მაქვს.
ადრე თამაშობდი ფეხბურთს და გუნდურ სპორტში იმდენი გულის ტკივილი ვნახე მწვრთნელებისგან, ვიღაცაზე როდესაც დამოკიდებული ვიყავ, იმიტომ რომ ვიღაცის მამამ გაუმაზა ჟარგონად. ხო. თანხა და მე ზივარ სკამზე შეიძლება არ დავფრინავდი, მაგრამ მე ჩემი ადგილი მქონდა, ხო? მივხვდი რაღაცა პერსონალური მარტო სპორტი მინდა, სადაც ჩემს მუშაობაზე და ერთი კონკურენტი მეყოლება სარკეში, რომელსაც ყოველდღიურად უყურებ და ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული. აი ამან ძალიან ჩამიგია. შენი კონტროლის ქვეშ რაც არის. ხო, ცოტათი რთული იყო ამ დიდი სივრციდან სტადიონიდან ჩამოსვლა სადღაც სხვა სამყაროში. მაგრამ აი თუ ერთხელ გასინჯავს ადამიანი, ამას ერთხელ სასცენოდ მივა. აი უბრალოდ მე მანდ გეტყვი რა მომენტი მაქვს რა. სპორტი რომელიც გაჯიბრებს ფიზიკაში, ფიზიოლოგიაში რა. რამდენად სამართლიანია, იმიტომ რომ ეს ხო აგებულება და გენეტიკური სხვადასხვა მონაცემებია. როცა სპორტი ხო არის იქ დრო, იქ პერფორმანსი დავუშვათ ვიღაცას მოუგებ ძალაში მოგება, ან სიჩქარეში მოგება, ან რაღაცა. აი ესეც მე მგონია რომ რაღაცა ერთი უსამართლობიდან მეორე უსამართლობაში შეხვედი რაღაც მომენტში. მართალ ხარ. ნუ ის რომ ის მოწონთ, ხო? ანუ და ადეკვატურად უნდა შეხედო შენ თავს რა. თუ ადეკვატური შეფასება შენ თავის არ გაქვს, ეხლა მე აი მაგარ ვარ 40 წლის. ანუ ჩემი მაქსიმუმი, რაც მე ვერაზოს ვერ მოხდები ოლიმპიაზე, საქართველოსთან ძალიან რთულია მოხდი იმ სცენამდე. დღეს ჯერჯერობით და ღმერთი მაქნას რომ ვინმე იყოს. ჩემი მაქსიმუმი შესაძლებელი იყოს პროფესიონალი პროკარტა ავიღო. სხვა ფედერაციაში მაქვს ორჯერ ის პროკარტა, IBB Elite Pro-ს მორათი მოგებული და მეორე ამერიკის ფედერაცია არის SMPC. ეს ავიღო და პროფესიონალებში გამოვიდე. ანუ ჩემი გენეტიკა არ მიწყობს, არ წლოვანება, არც გენეტიკა. ეს ადეკვატურად უნდა გაიგოს ადამიანი ხა. ტრენერებიც ამობენ ხოლმე რა, როდესაც მოდის მოსწავლე, ანუ ის პერსონალურად ვინც უნდა მოვარჩიო ეს უცხოელი მწვრთნელების საუბრები. თუ ვერ ხვდებაო რომ სადამდე არის მისი პიკი, იმ ადამიანს არ ვიყვანო. ხვდები? შენ თუ ეხა რაღაც ეს ფეტიში გაქვს რომ მე იქნა მოხდე, არაადეკვატური იქნება და ვერ მიაღწევ ამას, რა და აი აქედან გამომდინარე, ვიცი, მე ვიცი რა შემიძლია მაქსიმუმი. და პლუს ამას მე ასევე აი ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგანშია რომ აი აკადემიურად წაიყვანე ეს პროცესი რა რომ შენ ყავს ის ექიმი თუნდაც ტრენერი და აი ამაში რაღაცნაირად მაქვს ტრეინინგ ცენტრი მატა აკადემია სადაც ვასწავლი მწვრთნელებს ანატომიიდან დაწყებული რა ვიცი ყველაფერით მოტივაციით დამთავრებული სადაც ექიმები ყავს ჩართული ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე ანდროლოგი უროლოგი სანდრა ჯიბყაშვილი და იქ არის ასევე პრაქტიკებიც რა, ანუ პრაქტიკები თითაოდ გავდივართ ყველა კონს თითოეულ ადამიანზე და აი ვარჯიშებ, ვარგებ ვარჯიშს, ის არა მე გავაკეთე და მიყვეთ ესეა ზურგი. შენ გააკეთე, შენ რა პრობლემა გაქვს, შენ როგორ ვერ მოიგებ და აი ესეთი მიმართულება მივეცი ამას, რომ ნეც თუ ჩემ სპორტში რაღაცას მივახციე და ჩემი პატარა წარმატების წვლილი მაქვს, მინდა რომ ჩემი წარმატებით სხვა ადამიანებსაც დავეხმარო თავის წარმატების მიღწევაში. ძალიან მაგარია. ნუ ესე იგი ტრენერობა თუ უნდათ საქართველოში, შენთანაც ჩვეულებრივად შეუძლებს გავლა შეუძლია. არა მართლა ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ერთი რომ რაღაცნაირად უდიერად არ მოიპყარე შენ თავს, ჩემთვის მე ეგ მომენტია რა და ეგ მესიჯია, რომ მე თუ რაღაც მინდა, აი მართლა რაღაცნაირად არ დავიშურო თანხები, იმიტომ რომ იმასაც ხო თანხები ჭირდება, იქ ექიმი ორ თვეში ერთხელ ჩეკაპი, იქ მწვრთნელი მიუხედავად რომ შენც მწვრთნელი ხარ და მიუხედავად რომ 21 წელია ამ სფეროში ხარ, მაგრამ მაინც აიყვანე მწვრთნელი. ანუ ჩემთვის ხა ზოგჯერ ხანდახან ვთქვით რომ მე ადრე მყავდა პერსონალური მწვრთნელი მეც ეს ზედატანზე და ანუ პირიქით ფიქრობდი რომ შენ არიცი რომ მწვრთნელის ყველა არის ფუფუნება პირიქით და ძალიან მაგარი არის როცა ორი ტვინი ერთად მუშაობს შენ სხეულზე ვიდრე ერთი ადამიანის ტვინი შენი ტვინი რაზეც დავუშვათ ემოციური და ყოველდღიური ყოფებით მოქმედებს რა მწვრთნელის დანიშნულება რა არის შენ არი ფიქრო მოგივიდეს და შენ აკეთებ და შენ თუ იწყებ შენზე ფიქრს ყოველთვის მიდიხარ ჩიხში რომ აი მე ხარ მომატო ხوار დავაკლო პატარა ხوار ვარ დიდი ხوار ვარ ცხიმში ხوار ვარ ხوار დავაკლო ნახშტყალ არ ფიქრობს ამას ამიტომ ვეუბნები ვიღაცებს შენ გააკეთე რაც მოგივა მესიჯი იმას აკეთე მე უნდა ვიფიქრო ამაზე შენ რა შეგიცვალო და ადეკვატურად გვერდიდან შეგაფასო თორე სარკეშიც რა მაგარი ვარ ყოველდღიურად როდგები უფ მაგარი ჯანზე ვარ სცენაზე თურმე არ ხდება ეს თურმე ეგრე ვიღაცამ უნდა შეგაფასოს რა კი ძალიან მაგარი ეს უცხოელი მწვრთნელი აკყავს თუ დისტანციურად მუშაობ იმას იმიტომ რომ იქაც ეხა ავიყვანე მელოდებ რომ დავიწყოთ ასე რომ და ნახოთ რა იქნება იმედია ღმერთის წყალობით ბევრი წარმატება როდის უნდა გახვიდე
იქით აწელს სამი ტურნირი ივნისი, აგვისტო იქნება. იმიტომ დიდი დრო მჭირდება ჯერ იმისთვის. ივნისი, აგვისტო ეს არის სამივე ტურნირი და იგივე უნდა გაიმეორო, რაც მაშინ ეხა უფრო გამოცდილი ვარ და ეხა გამოცდილება გაქვს, მაგრამ ნუ სამი ტურნირი მიყოლებით. იმიტომ რომ ეს ტურნირი იქ არის ერთ გამოსვლაზე შეიძლება ესე პიკი ფორმის ვერ გაარტყა, იმიტომ აი ბოლო ეტაპზე ძალიან ბევრ ამას აქვს მნიშვნელობა. ბევრი წყალდალი, ოდნავ ნაკლები წყალდალი ეგრევე კუნთებიდან წამოიღებს კანქვეში. მეტი ჭამე შეგბერა რაღაცა დაიფარა და აი რომ მეუბნები რატო ხარ ამ სპორტში ამდენი ხანი იცი რამდენი კითხვას ვერ გავეცი პასუხი და ინტერესი მაქვს. აი 2x2 4 ხო არ არის და მეუბნები არ დაიღალე რომ რამდენჯერ უნდა მოიგო. არა მინდა იქ რა ხდება იქ იმ სამზარეულოში ჩახედვა მინდა რა იქ ასაკეთებენ ეს ადამიანები და ხო მაგრამ ეს ადამიანები კი არ აკეთებენ სხეულები აკეთებენ დატო და სხეული არის რაღაც აი ამოუცნობი რაღაცა სასწაული უჭკვიანესი მექანიზმი რომელიც ყველა ფერზე რაღაც სხვადასხვანაირ რეაგირებას გაძლევს. მithmetis ახლა შენ როცა ესე ძალიან მაგრად იცნობ სხეულს აი წარმოგიდგენ რა დეტალებს უკვირდები რომ იქ რაღაცა 100 გრამი წყალით მეტი რომ მოგივიდეს იქიდან ზუსტად ძალიან სასწაული რაღაცა არის. მე მგონი რომ ხო ზუსტად შენ იმაში ანატომიაში იქეკები და სხვადასხვა რაღაცის გამო. თან ხო იცლება ეს რაღაცები, სულ ტენდენციები, რაღაცები. კვლევები იდება ახალი. იდება და სულ აი ძიებაში ხარ რა. ეს ბოლო კითხვასაც დაგისვებ და ამით დავამთავროთ. 21 წლის წინ გამოხვედი პირველ ტურნირზე, ხო? აი რა შეიცვალა შენ ცნობადობაში, რა ამაღლა ისე კი ბატონო აი ეს თუნდაც ეს რკინაზე რო ორიენტაცია უნდა გაკეთებინა, ეხლა წინა წელს აიგე ხო სულ რაღაც მაგრამ აი რამხელა ნახტომი არის და ძირითადად რა სფეროში გაერკვია უფრო მეტად რომ აი აქ ამდენი ხნის განმავლობაში ფაქტიურად სულ წარმატებით მოღვაწეობ ამ სფეროში. პირველი ის რომ სტაბილურად რეჟიმში ყოფნა. ეს არის ძალიან აუცილებელი რომ მორჩევდი მოვეში. ხო. და ეს ჭამოთ რაც არ ხდება ეს ოფ სეზონზე ვარ. ეს თამადამუცლებით არ არის. ოფ სეზონი არის ის როცა შენს ხელს ხედავ სად რას იმად. ერთი სტაბილურობა რეჟიმში მუდმივად ყოფნა და ნუ აი კვებაში უფრო მეტად გავერკვიე რომ უაზრო რაღაცების კეთება არ შეიძლება. აი ეს განულება, ეს დაბალი ნახშირწყალი, დიდი ხანი კარდიოები ჩვენ ადრე ვსავდეთ გამოხდი წყალს, რომ წყალი გამოვიყვანოთ. ესეც რა იყო? გამოხდი წყალს მე მგონი მანქანაში აღარ ასხავენ. აი სრულიად ამ სიტყვის ნიშნობა ერთხელ შეჯიბრიდან გამოვდივარ ისეთი სპაზმი. წყალი გამოყავს რა, ანუ დიდ რაოდენობა წყალსო, კანქვეშთან კი არა, ყველაფრიდან წყალი გამოყავს. ჩემ მეგობარს ავის ხერხემლის სითხე გამოვიდა იქ და რაღაც ერთი პერიოდი სერიოზული პრობლემები მქონდა. აი ისეთ ოღონდ ამ წყალსვავ ბოდიში ჩაგეკითხები რა. გამოხდი წყალი რომელსაც ნატრიუმი არ არის. ხო, მინერალები არ არის რაც წყალს მოყავს. რამდენი ხნის განმავლობაში, ანუ რაც მოხდება წყალსვავდი. არა, ეხლა მაგალითად არის ტენდენცია ერთი კვირა შეჯიბრამდე რომ დიდი რაოდენობა წყლით იწყებ 8-9 ლიტრა, რომ ბუნებრივად ორგანიზმის იმის საშუალება ბუნებრივად გამოდონოს ეს წყალი და ამ დიდ რაოდენობა წყალზე რომ მიჩეული და უცბად რომ მოხსნი თვითონ აკეთებს ისევ გამოდენას და ნუ манипуляციები არის, მე ცოტა მარილი შეიძლება დააკო, მე მარილიანი შეჭამო და აი რაღაც კუნთებს სხვადასხვანაირი როგორ თქვა, კანქვეშიდან წყალი გამოვაქვს და მიდის კუნთებში რა. ეს რაღაცები უფრო და უფრო გავერკვია მაშინ. მივხვდი რომ 3 თვე არ არის მზადება და მთელი წელი ხარ მზადებაში. დაბადების დღესაც არის ბრინჯი და ქათამი და ეს მოგება არ მოგბეს და ნუ აი რა ვქნა, აი რა უნდა ვჭამო რომ ვიყავი ადრე, რა შევჭამო დილით, ეხლა არ ხდება. ეს დილით ვდგები რაღაცა გერკულესის სასწორით გავზო. აი მუდმივად რეჟიმში ხარ. და ანუ შენ ისე გურმანი ტიპი იყავი? კი, ვარ. კი. და არ გინდება ხოლმე რაღაცა ახალ წელს გოჭი რაღაცა. კი. მინდება მე შოლებრი მოკვდავი ვარ. კი, და ეს რაღაცას ახლა ტკბილი მიყვარს ძალიან უფრო მეტად რა. თუ პრობლემა არის ხოლმე ტკბილი, მაგრამ როცა აი წრთნელის როლი ნახე ახსაც შემოდის, იმდენად ჩემი ჯერა და იმდენად ის მე მაკონტროლებს, მე იმას ვერ გაუცრუებ იმედებს რა. და ის რომ სადღაც სხვა სტატუსით არის ესეთი დონის წრთნელი, ანუ ვერ გაუბედავ რაღაცის დარღვას. ეცა მარტო შენ რო ხარ ხო? აი ეხ დღეში შეჭამე მე რა მოხდა და ამიტომაც მოსწავლეებთანაც ვარ თუ მე ვარ შენთვის ის ადამიანი რომელიცაც პატივს მცემ და ჩემ დროს პატივს მოდი რა შეიძლება გეტყვის გავაკეთე. არა ეხა ამდენი კონტროლ ზერწელი რო კონტროლში ხარ საჭმლის საკვების. შენ მეუღლეს უნდა ვკითხო რომ ფსიხი ხوار. გიჟი ხوار. ანუ სხვა რაღაცებში როგორია? როგორ სულიად ოჯახი ყველა ელე ოჯახი
აუ რა ხელა რაღაცა როგორ გიწყობენ ხელს აი კი, კი. მართლა ბრავო მეუღლეს და ერთი მხრივ არ არის ბოჟურისი შენ რა დაშავე ხო ერთი მხრივ არ არის ისე რა ვჭამოთ რა შეჭამთ არ მკითხვა ეს არის პატება რა რა ნახში წყალი პროსა ერთი ის არის ერთი ბაზარი მოგაქვთ ხო ერთი ბაზარი ხორცი თქვენთან დას კი ეგრე არის ძალიან დიდი მადლობა აი უსაინტერესო ის იყო ძალიან ბევრი რაღაც გავიგე სულ სხვანაირად დავინახე ბოდიბილდინგის მიმართულება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის დიდი მადლობა შენ მოწვევისთვის ბევრი გამომწერი და ბევრი ადეკვატური მაყურებელი. ამინ. თქვენ ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის. აუცილებლად უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო. ყველა საჭირო ლინკს მიუთითებთ ჩვენ სახწერაში. ძალიან საინტერესო ლინკები იქნება, იმიტომ რომ ტატოსთანაც უნდა გადახვიდეთ. უნდა ნახოთ მის YouTube არხი, თუ წვრთნელობა გინდათ, რა თქმა უნდა, მის აკადემიას უნდა მიმართოთ და თუ იქ არემარეში ცხოვრობთ, გლდანში აქვს სასწაული ფიტნეს დარბაზი. რომელშიც ფაქტიურად მარტო ტატოს და მისი ოჯახის და მეგობრების სული და გული კი არ არის. ფაქტიურად ძალიან ბევრი მისი ახლობლის და მეგობრის ხარდაჭერა არის აი იმ დარბაზში. აბა თქვენიც და ძალიან დიდი მადლობა.